ხოდამთარებული გადაცემა. მანამდე ვიდრე ზურაბ ჟვანია გარდაიცვლებოდა, ამერიკა ნინო ბურჯანაძე მეცხრე შეხვდეთ სასწრაფოდ. ვისაც თქვენთან საქმე დაუჭერია, ყველა რაღაც პრობლემებში ან იყო გახვეული, ან ეხლა არის. ანუ იქ რო გადამდგარიყო იმ შემთხვევაში მერაბიშვილი შეიძლება არ განვითარებულიყო გურგულიანის საქმე ასეთ სიმწვავით. ჩემი ინიციატივით გადარჩა. ბადრის ქონდა ნაყიდი ჩანაწერი რუსი ჟურნალისტებისგან. პატარკაცშვილის სიკვდილის თქვენი ვერსია რა არის? შეკვეთას ერთ-ერთ ჩეჩენ ბოევიკს, რომ ბადრის ლიკვიდაცია მოახდინოს ლონდონში. ბერეზოვსკი მიდის, სტენოგრამას აკეთებს ინგლისურად ამ ჩანაწერის. საქართველოს ხო არ ტეხავდნენ მაგით და ბიძინას ხო არ უსუფთავებდნენ გზას. წარმოიდგინეთ დაცვის თანაშრომლები ურეკავენ პატარკაცშვილს და გელბახიანი გაგვეპარა. რა გაგეპარა? მაგ დროს ბიძინას ადიყო. სადაც ვიყავ, ყველას ბოლო მოეღო რა. ბავშვობაშიც ვიცნობდი კი. მე სახლი დაეწვათ, მაგათ ხოხი ქონდათ ხის. ეხა ეს კითხვა ამ გადაცემაში როგორ არ დავსვათ? ბადრი პატარკაცშვილმა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს გავრიერთიანდეთ მიშას წინააღმდეგ, მაგრამ ბიძინამ უარი უთხრა. თავარია ჩათლახი იპოვონ და იმაში ინვესტირებას გააკეთებენ. ის ვაღა დატოვონ საქართველოს მარტო ბიძინას ამარა, ეს გამორიცხულია. რატო გენდოთ სააკაშვილს? შემეცოდა როგორც ადამიანი. მე მიხშა სააკაშვილს შევხვდი კიევში. სააკაშვილს თუ ქონია რამეთ შესათვლელი ქართული ოცნებისთვის. მემუარებში ვალერი გელბახიანი არის რაღაცების კარგი დამლაგებელიო. დაულაგებდნენ პუტინთან ყველა პრობლემას თუ გადაიხდიდა $500 მილიონ. იქაც გელბახიანი გაუშვიათ. მე მგონი საერთაშორისო დიპლომატი ხართ. რამდენიც არ უნდა კონდეს ტრაგიკული პიროვნება მგონი. რაღაცა შტაბ-შტაბმა რჩება, რომ ძალიან დიდი რუსული deep state ხანიკიდან ხანაკიდან ამ ქვეყანას ხელში იგდებს. მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარი გეტყვით, რომ თუ ხო გვაქვს ფრანკოს ამით დავთავრებ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ გადაცემას ცხელისკამი YouTube-არ ხმის მინეზე, თორნიკე რაზმაძესთან და ჩემთან ერთად გიორგი ახობაძესთან. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ბატონი ვალერი გელბახიანი. სანამ გადაცემას დავიწყებთ, თხოვნა გვექნება რომ გადააზიაროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა რომ ნახოს და კომენტარებში მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე, რაზეც ვისაუბრებთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. სხვათ შორის შესავალშივე მინდა ვთქვა, რომ თქვენი მოწვევის ინიციატორი იყვნენ თვითონ მაყურებლები, რომლებიც არ ვიცი რამდენი ადამიანი იყო ხა აკაუნტებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ რაც ჩვენი გადაცემა მიმდინარეობს, ფაქტობრივად კვირა არ გავიდოდა, ისე რომ ვიღაცას და ვიღაცებს არ დაეწერათ, რომ ბატონი ვალერი მოიწვიეთ, გინდა თუ არაო და ნუ მე ჩვენ პატარა ისიც გავაკეთეთ კითხვარი, მე გადაცემის ბოლოს წავიკითხავთ მაყურებლის კითხვებსაც. ზოგადად ხო ჩვენ თავიდან ცოტა თავს ვიკავებდით ახლა თქვენ მოწვევაზე, იმიტომ რომ თქვენთან საქმის დაჭერისგან ვიკავებდით, იმიტომ რომ ვისაც თქვენთან საქმე დაუჭერია, ყველა რაღაც პრობლემებში ან იყო გახვეული, ან ეხლა არის. არ გამორიცხო. ხო ეგრე არის, ხო არ მეშლება, აი რაღაცა ვისთანაც ასოცირდება, ნუ ძირთადად იქიდან გამომდინარე ხა ეს ხუმრობითო თქვენ ადვოკატი ბრძანდებით, გასაგებია შარში გახვეულ ხალხთან გაქვს საქმე. არა, პოლიტიკაში რო ვიყავ, ყველა სადაც ვიყავ, ყველას ბოლო მოეღო რა. ხო, რაღაც ეგრე. მოდი დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. Deep state-ის ხელია ეგ. ბევრი ხო, არ ვიცი ზუსტად საიდან ჯობდა დაწყება, მაგრამ მე მინდა დავიწყო კითხვების დასმა 2008 წლის პერიოდიდან, მოკლედ, როდესაც თქვენ ბრალი წაგიყენეს სამშობლოს ღალატის მუხლით, ხო? ხო, სწორად ვამბობ. არა, სამშობლოს ღალატი არ არის ეგეთი. გადატრიალების. სახელმწიფო გადატრიალების. თეორიის სიტყვა მაინც ისიც გითხარით დეპუტატი რო იყავით 4-8 წლებში, ხო? მე-6 მოწვევის პარლამენტში. სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ხო? საჩხერის მაჟორიტარი. კი, მანამდე კიდე აღორძინების ბლოკიდან ვიყავ. აჭარაში? თუ არა, საქართველოს პარლამენტში ვიყავი, აღორძინების ბლოკიდან, პროპორციული წესით, პარტიული წესით და მე ვიყავ უკვე საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და მე აღარ დამცალდა. მაშინდელი პარლამენტი როგორი იყო? აი როგორ გაიხსენებდით 2004-იან პარლამენტს? ან ძალა მაინტერესებს, აი. არა, უყურებთ როგორ არის პარლამენტი, რითი ფასდება, რაც მეტი პოლიტიკური ძალებია შეგნით, რაც მეტი გამჭვირვალეობა, რაც მეტი დებატებია. დისკუსია კი. ამის მიხედვით ფასდება პარლამენტის ხარისხი. ხო და ეგ ხარისხი ქონდა, აი იყო რეალური დებატი, რაღაცა ასტაჭიდილი, როგორ მაინტერესებს, აი დეპუტატებს შორის იყო თუ არა რაღაცა პოლიტიკური, ეგრეთ წოდებული თამაში, რომ აი რაღაცა მოდი მე ამაში ამ კანონპროექტზე დაგეხმარები, შენ ამ კანონპროექტზე დამეხმარე. აი რეალურად რაღაცა. მე წამოვიდა სააკაშვილის პერიოდში, მან შევარდნაძის პერიოდში. არა, სააკაშვილის 2004-8 წლებს გულისხმობ. ხო. მაგ პერიოდში იყო კი, მაგალითად
მე ხელს უშლიდი ხოლმე იმ კანონპროექტებს, რომელიც იყო ინიციირებული და არ მომწონდა რა, პარტიის ინიციირებული და იურიდიულ კომიტეტში მქონდა აი მუდმივი ისეთი ხმაურიანი ასე ვთქვათ ბლოკირების მექანიზმები გამოყენებული, რომ იქ დეპუტატთა გარკვეული ნაწილი მე მეჭერდა მხარს, რომ არ გადიოდა ბევრი აი მაშინ საპრეზიდენტო ასე ვთქვათ სახელმწიფოს მმართველობა იყო ჩვენთან უფრო დიდი ძალაუფლება პრეზიდენტს ჰქონდა და მაშინდელი დროის პარლამენტს მთავრობაზე აი ესეთი ვთქვათ როგორც უნდა კონდეს წესით რა ჩვენ დღევანდელი სქემის მიხედვით მარტო ქართული ოცნება რო არის ეს პარლამენტში. ქონდა ეგეთი ძალა მაშინ პარლამენტს რომ მაგალითად არის სამთავრობო გუნდისთვის მოეთხოვა პასუხები, რაღაცა ანგარიშვალდებულება. ცოცხალი იყო. მანამდე იგრძნობოდა რომ პარლამენტი იყო დომინანტი ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ცოტა იყოს შეიზღუდა ეს, იმიტომ რომ იქ ქოტირება, გეტყვით მაგას, წარმომადგენლობითი ქოტირება ასე ერთპიროვნულად დომინანტური არ გააჩნდა მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ იქ იყო ნინო ბურჯანაძის ქოტით შეყვანილი დაახლოებით 26 დეპუტატი, ამაზე უფრო მეტი ყავდა ჟვანიას თავის ქოტით შეყვანილი. მაშინ 250. არა, ხო, ჯერ თავიდან 250. მე ჩამოწია. და კიდევ იყო დამოუკიდებელი მაჟორიტარები 70 მაჟორიტარი იყო 75 ბოდიში და ასევე იყო აფხაზეთის წარმომადგენლების დეპუტატები და იყო კიდევ პარტია მრეწველები და პარტია ახლები. გოგითოფაძე და ახლები ეს. ანუ თვითონ სპექტრი ისეთი იყო რომ ვერ იტყოდი რომ აი მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ასოცირდებოდა ბრძანებად. ის განხილვას ექვემდებარებოდა ყველა შემთხვევაში. მაგრამ მე ნელ-ნელა ვერ ვისმენ მე-7 მოწვევა უკვე აღარ იყო. არა, რომამდე გეუნებდი, უკვე 2006-ში უკვე მარწუხები წამოვიდა. და ეს აქნე გადაიბირა ეს დანარჩენი დეპუტატები. ხო ეს სხვადასხვა ძალები იყო. შიშმა შეკ, დაჭერებმა შეკ. თხი არ გავიდა და სკანდალური დაჭერა არ განხორციელებული. და იმ დეპუტატებსაც ეგ შიში. და რა თქმა უნდა დეპუტატებს დაეუფლა შიში. და იგრძნობოდა ესა, იმიტომ რომ როცა მაგალითად სისხლსამართლი ხო იცავდათ მაშინ და თან ესე იცავდა, როგორ არ იცავდა. საცრული იქნებოდა შესაბამისად. რამდენიმე შემთხვევაში შემოტანილი იქნა იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და არ გავიდა ხო. ისევე როგორც პირადად სააკაშვილის ინიციატივით იყო შემოტანილი უზენაესად რომ 3 მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა და ვერ გაიტანა სააკაშვილი. მაგას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდებოდა? არა, უბრალო უმრავლესობა. მოდი, ცოტა ისეთ თემებზე გადავიდეთ, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს მაყურებელს კითხვები აქვს. აი ეს თქვენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმე, ეს თქვენი მაშინდელი განმარტებით იყო პოლიტიკური დევნა და ალბათ ახლაც ასე აფასებთ. და რატომ მოხდა ეს ჩვენ ისეთი გადაცემა გვაქვს რომ გვინდა რომ აი ისე შინაურულად და სიმართლე რაც იყო როგორც რატო დაგიპირისპირდათ სააკაშვილი ასეთი ფორმით ასეთი მძიმე მუხლით რაღაც ჩანაწერზე იყო ლაპარაკი რატო დაუპირისპირდით მას ხო ჩანაწერი მაგაზე ვისაუბროთ კი ეს იყო ოფიციალური ფორმა ხო ის ვიდეო ჩანაწერი ხო გასაგებია რომ რაღაცა დაპირისპირება მოყვა უთანხმოება მოკლედ თქვენს და აი ამან გამოიწვია მე ეს შევეცდები მოკლედ მოყვე რა კი ბატონო საქმე იმაში იყო რომ მანამდე ვიდრე ზურაბ ჟვანია გარდაიცვლებოდა ბადრი პატარქათიშვილს ჰქონდა წამოწყებული ინიციატივა რომ პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ისე შეეკრა ასე ვთქვათ ერთ გუნდად ან ერთ მოკავშირე კოალიციად რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველა საკითხი ვერ გაეტანა პარლამენტში. ის მოლაპარაკებას აწარმოებდა პრემიერთან, ანუ ჟვანიასთან და აწარმოებდა მოლაპარაკებას ნინო ბურჯანაძესთან. მათ შორის მაჟორიტარების იმ ნაწილთან, რომელიც ბადრისთან დაახლოებულ, ასე ვთქვათ, მაგრამ სააკაშვილთანაც არ ქონია ცუდი ურთიერთობა. ცუდი ურთიერთობა არ გეუბნებოდა მაგას. ეს 2004. კარგი ურთიერთობა ქონდა სააკაშვილთანაც, მაგრამ მას ქონდა ესეთი განცდა, რომ თუ უბრალოდ ჟვანიას ჰქონდა ეს განცდა, რომ ჩვენი დღეს სააკაშვილი აიღებდა ძალიანად ხელისუფლებას და უზურპაცია მოხდებოდა ძალაუფლების. ამიტომ თავს იზღვევდა ორივე ამ შემთხვევაში ბადრიც და ზურაც, რომ ეს არ მოხდარიყო და მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო მაჟორიტარ კორპუსთან დალაპარაკება. მათ შორის მე ბადრის მანამდე ვიცნობდი, როცა აჭარაში ასლანთან მუშაობდი
და მეც დამელაპარაკა არ ქვია მაგას დალაპარაკება, ჩამიტრია ამ ლაპარაკში, ჩავყევი რა თქმა უნდა. რამდენად ახლო იყო ეგ ურთიერთობა, აი თქო სახში ვიზიტები მასთან. კი, სახში ვიზიტები. ან მეგობრობის ფორმა. მე არც იმას მალახარა, ხანდახან ფინანსურადაც მეხმარებოდა, ვერ ვიტყვი რომ არ მეხმარებოდა, მაგრამ ისე არა რაღაც ფეშენში და რაღაც საოჯახო პურს ეგ ხომ არა თვითონ უშუალოდ პიროვნულად, აი მეგობრულ დონემდე იყო ურთიერთობა თუ საქმიანი იყო მხოლოდ? არა, თავიდან ესე მე გავიცანი ბადრი 2001 წელს. და მე როცა უკვე ურეკში შეიძინა მან ზაფხულობის უმეძახდა და ოჯახით მივდიოდით და ერთობოდ ერთად ვიყავით და მთელი ერთი თვე მაგალითად რამდენჯერმე ერთად გავდიოდით ღონისძიებები იყო ერთად მივდიოდით და დავმეგობრდით ამასობაში. მაგრამ ეს საერთოდ ფრაქციაზე ვამბობდით შეკრა. მაგრამ ეს უკვე 2004-8 წლების პარლამენტში უკვე ჩვენ კარგახნის მეგობრები ვიყავით, ხო? და იქ უკვე მოდელის შექმნა დაიწყო ბადრიმ, რომ შეკრულიყო ისეთი ჯგუფები ერთ კორპუსად, დეპუტატთა ერთ კორპუსად, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა და ერთპიროვნულად არ გაატანინებდა საკითხებს პრეზიდენტის გუნდს. და ამ მოლაპარაკებაში ვიყავი რა თქმა უნდა ჩართული. მეც ვესწრებოდი მთელ რიგ შეხვედრებს და ეს ინფორმაცია იცოდა რა თქმა უნდა სააკაშვილმა და არ უნდოდა რომ შექმნილიყო ასეთი ანუ სააკაშვილი თავიდან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა პატარკაციშვილთან, მაგრამ იმ თავითვე აღიქვავდა რაღაც ტიპის საფრთხეთ. მაშინაც კი როცა კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. საფრთხეთ ახლა პირდაპირ ღიად არ ამბობდა, მაგრამ მაგალითად მე მინდოდა როგორ გადავწყვეტეთ რომ ჩვენ შეგვექმნათ დამოუკიდებელი ფრაქცია მაჟორიტარებისგან და ამერიკა ნინო ბურჯანაძე მითხრა შევხვდეთ სასწრაფოდ შევხვდი და არ გააკეთო ეგ მიშა გადარეული. ანუ ეჭვიანობდა რომ ფრაქცია შექმნილიყო და ეს უკვე პირდაპირ აღიქმებოდა რომ მისგან გამოცალკევებული პოლიტიკური ჯგუფი იკრიბებოდა ერთ ფრაქციად და ფრაქცია ახლა პოლიტიკური სეგმენტია, ხო, ბუნებრივია და რესურსი დიდი იყო უკან, იმიტომ რომ ეს იყო ბადრი პატარკაცშვილი, ამავდროულად პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მის ასე ვთქვათ, კოალიციურ სივრცეში მოიაზრებოდა და ახლა მე შევსწრე ეს კატასტროფა იყო, ბუნებრივია, ხო? ამის დაშვება მას არ უნდოდა. მაგრამ ახლა გერ დაუძახნიათ ჩემთვის და ახლა მუქარა დედესგენება გერ დაუძღე თავისიანებს რასაც უკეთებდა. უბრალოდ ნინოს მეშვეობით მეთხრა რომ არ გააკეთო ისე რომ რაღაც დამაზიანებელი იყოს პოლიტიკური ნაბიჯები ჩვენი მხრიდან. მე ვიცაცვირეთ ამის თაობაზე რა თქმა უნდა ზურასთანაც და ბადრისთანაც და ზურას ჰქონდა უფრო ესეთი მოთმინებითი ტაქტიკური უნარები და ზურამ თქვა გადავდოთ ეს საკითხი ცოტა იქით მოგვიანებით და დამშვიდება მიშა და მე ისევ განვაახლა. ანუ ჟვანიას ვერ გაუბედა ამ ტერმინს გამოვიყენებ ფლათ მაგაზე ლაპარაკი და ნინო ბურჟანაძის გავლით მოვიდა თქვენთან. კი ბატონო. ხო. რა თქმა უნდა მეც ვარ თქვი პარტიის ფრაქციის შექმნაზე. რახან ეხლა მე მინდა რომ გავაგრძელოთ ამაზე ლაპარაკი, როგორ მივიდა ამ პროცესების ესკალაცია იქამდე რომ თქვენ ეს ბრალი წაგიყენეს, მაგრამ რახან პატარკაშვილი ვახსენეთ და თქვენ რახან ესე ახლოს ყოფილხართ. მე ვიცი ეთი ამბავი, რომლის მერეც განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა უშუალოდ სააკაშვილს და პატარკაციშვილს შორის. მე მაინტერესებს ეს ამბავი თქვენს თუ ვიცით და თუ მოყვებით. ეს უკავშირდება, ისეთ რამეს უკავშირდება, რომ თუ ადამიანი მარიცეს ვერ გამოიცნობს, რის გამო დაიძაბათ ურთიერთობა პატარკაციშვილს და სააკაშვილს. ფეხბურთი ხო გიყვართ თქვენ? ახლობებით მოყვარული. თქვენ იცით ეგ ისტორია 2004 წლის დინამოვის თამაშის? თამაშის არა, მაგრამ დინამოს ისტორიასთან რაღაც შეხება მქონია. მაგ ამბავს უკავშირდება, მე სანამ მოვყვები, მე მიჩვენე რომ თქვენ მოყვეთ. მაგ ამბავს უკავშირდება ამათი პიროვნულ დაპირისპირებაში შესვლა მართლა სააკაშვილის და შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, მე მაგას არ გამოვიწყო. მოყევით აბა ეგ ისტორია. არა, მე ვიცი რომ დინამოს კრიზისები, აი შევარდნაძის რო კრიზისები ქონდა, იქიდან მოყოლებული ბადრი იყო ჩართული ჯერ კიდევ. ბადრი ხელფას უხდიდა დინამოს. რა თქმა უნდა, მე 98 წელს გამბავი. და რაღაცა რო ჩამოყალიბა მომღერლებისგან. კლიპებს რო უწერდა. მე მოვყვები მაშინ ამის დროს, შეიძლება არ არა, თქვენ რო იცოდეთ 98 წლიდან ბადრი სპონსორობდა დინამოს. პრეზიდენტის ბრალდის მოყვანილი იყო. დინამო თუ არსებობდა, მხოლოდ ბადრის დამსახურება იყო. კი, გეთანხმებით. და მათ შორის, აი მოვყვები, ამიტომ შეიძლება ხა არც გაგიგიათ ეს ამბავი. მე ეს ამბავი გავიგე და მე გავაგრძელე. ლონდონის ამბავი მოყვა, მე ეგ უფრო მგონია ხა, ეგეთ რაღაცას უკუდი მიუტანდა.
პირადული ამბები იყო. მოკლედ, მე როგორც გავიგე ყოველ შემთხვევაში ამის სწორეს ესე ვყვები და მე გავაგრძელოთ. 2024 წელს ბოლო ქართული კლუბი, რომელიც გავიდა ევრო ტურნირებზე, იყო თბილისის დინამო 2004 წელს. ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ შევხვდით კრაკოვის ვისლას. მაშინ სტადიონზე ვიყავი განმეორებით თამაშზე, მე სხვათა შორის მახსოვს ყველაზე კარგად მახსოვს ქართულ საკლუბო ამბებიდან ეგ. და სააკაშვილს თამაშის წინ დაურეკია პატარ კაცის შვილისთვის, რომ რა შვებიან, აბა რასაპირებთ იგებთო, მოვიდეო სტადიონზეო, ხა იმასაც ხომ უნდა მოგებულ თამაშში მისვლა. და ანუ როგორც ჩანს სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ხა ბადრის ხო არა გაჩალიჩებული, ნაყიდი ან რაღაცა და ხო არ არის მოკლედ დარწმუნებული, რომ მოიგებენ და მეც მივალ და ტაში და დასახდეთში შესვლა, როგორც ესენიც აკეთებენ ხოლმე. და ბადრის უთქვია გულწრფელად, რომ არ ვიცი, უფრო დიდი შანსი ალბათ რომ ვერ გავიდეთო რა, იმიტომ რომ იქ კარგად ვითამაშეთ, შედეგი აღარ მახსოვს, თუ არ ვცდები 2-2 დამთავრდა, თუ მოკლედ. ფრე დამთავრდა იქ და აქ მოხდა ისე, რომ მოკლედ კაცი გაუგდეს ამ ვისლას და 2-1 მოვიგეთ. ნემსაძემ გაიტანა პენალტი, მეორე გოლი აღარ მახსოვს მოკლედ და სააკაშვილი არ მივიდა, იმიტომ რომ ბადრის პასუხიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ უფრო დიდი შანსია რომ ვერ მოვიგოთო და ამაზე გაბრაზებულა სააკაშვილი. და დაურეკია, რომ რაღაცა ისეთი უკადრებია, ზედმეტი სიტყვა უთხრა ბადრის პერსონასთან შედარებით და ამის შემდეგ წავიდა აი ერთი შეხედვით ყოველდღიური რაღაცის შემდეგ და არა რაღაც პოლიტიკური ასეთ და სხვადასხვაობის გამო ერთმანეთის მიმართ უკვე ფაქტობრივად პირად ტრობაში გადაიზარდა ეს ამბავი, რომ ბადრიმაც ძალიან ცუდი პასუხი დაუბრუნაო. ეს ისტორია თუ იცოდე. ვერ დაგიდასტურებ. ბერეზოვსკის მიზნებს და ბადრის და ბერეზოვსკის შეხამებას მე სხვა მიზეზები გავაგრძელოთ, ალბათ თქვენი მიზეზებიც გავაგრძელოთ. მიზეზები იყო ფული, რომელიც ირიცხებოდა ფონდებში. ბადრი იყო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ხო და სააკაშვილის მოსვლის შემდეგ 3 ფონდი შეიქმნა. ერთი იყო რეაბილიტაციის ფონდი, რომელიც შენეულებს და ქალაქის რესტავრაციებს უნდა მოხმარებოდა, მაგალითად სიღნაღის ფონდი, ხო? მეორე ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მესამე პროკურატურას. აი ეს ფული ირიცხებოდა ბიზნესმენების, ასე ვთქვათ, შემოსავლებიდან. და მათ შორის ყველაზე დიდი ნაწილი ირიცხებოდა პირადად ბადრისაგან. მაგრამ ითხოვდა გამჭვირვალეობას. რაში ბადრი, რაში ხარჯება ეს ფული? იბარებდა ბიზნესმენებს და აჯამებდა იმ თანხებს, რომელიც შედიოდა ამ ფონდებში. მაგრამ ფონდი იყო დახურული ყველა, არაჩვენებდნენ ბადრის. ბადრის კი არა, ვინც შემოწირულები შეიტანა, არავინაც არ იცოდა რას ხმარდებოდა ეს ფონდები. და ამის გამო დაიწყეს, მოდი ასე ვთქვათ, ბადრის მეშვეობით პრეზიდენტთან ამ ამბების გარკვევა რა. რომ სად მიდიოდა ეს ფული. ეხლა მე ვერც იმას ვიტყვი, რომ სააკაშვილის პირდაპირ შეხება ქონა ამ ფონდებთან. არც ერთ ფონდთან მას პირდაპირ შეხება არ ქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი ძალაუფლების ქვეშ იყო ყველაფერი, ხო? თუ მოინდომებდა, გაიგებდა და დააზუსტებდა მიმართულებასაც მიცემდა და ასე შემდეგ. მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი იყო ძალოვანი უწყებები. კატეგორიული წინააღმდეგი. მერაბიში. ორივე უწყება პროკურატურას და ეს. მით უმეტეს, როდესაც ოქრუაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია ბადრის, რომ თავდაპირველად ოქრუაშვილთან შედიოდა ყველა, ასე ვთქვათ. ოქრუაშვილი იყო ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, კარგად იყო ბადრისთან. კი, და იქ მილიონები ტრიალებდა, სეიფებში იყო ეს შავი ფული, ეგრეთ წოდებული, იმასთან მიქონდა და ამასთან მიქონდა და ეს ამბები გახდა, მოკლედ ამ ამბების გამო დაიწყო მათ შორის ჯერ უნდობლობა პირველ რიგში. მერე უკვე საჯაროთაც გამოვიდა ესა, როდესაც ბადრი მოიწვია ბიზნესმენთა ყრილობა ეგრეთ წოდებული და იქ დააყენა საკითხი, საერთოდ არ მივიდა, მივიდა ჟვანია და ოფიციალურად დააყენა საკითხი, რომ ჩვენ რამდენია შეტანილი ფონდებში და არ ვიცით სად იხარჯება და რატო იხარჯება. და როდესაც ეს საჯაროდ ამოვიდა, ესე ვთქვათ, ეს თემა, ხო? მანამდე უკვე კომპლექსი დაწყებული იყო და იმიტომ წამოვიდა საჯარო განცხადებები ამ ხოლმე. მაგრამ რეაგირება მას არ მოყოლია არანაირი. კვლავ გააგრძელეს იმ ფონდებმა დახურულ რეჟიმში მუშაობა და ბადრისა და უკვე მიშას დაეძაბათ ერთმანეთში ურთიერთობა. საბოლოო წერტილი იყო თუ არა გირგვლიანის შესახებ სიუჟეტის წვანეს ანთება? არა, შემიძლია კატეგორიულად გითხრათ. ბადრიმ, კი ბატონო, ყველაფერი გააკეთა ეს კადრები
შენახული იყო, მანამდე სანამ გამოძიება არ დაიწყებოდა და მე როცა ხმაური დაიწყო პრესამ პარლამენტში დაიწყო ამ საკითხის განხილვა, მე გამოჩნდა ეს კადრები, რომელიც მანამდე ვიდრე პოლიცია მივიდოდა მეორე თუ მესამე დღეს ამ კადრების ამოსაღებად, ბადრიმ გადაწერა ყველა ასე ვთქვათ ვიდეო კადრი და თავისთან ქონა შენახული. პოლიციამ რო ამოიღო უკვე ბადრი შენახული ქონდა ეს ვიდეო კადრები. ბუნებრივია. ხო, და როდესაც ორი კვირის მერე დაიწყო იქ გამოძიება, ორი კვირის მერე გამოჩნდა ეს კადრები იმედის მეშვეობით, ტელეკომპანია იმედის მეშვეობით და სხვათა შორის მეც ქონდა გამოსვლა ამ თემაზე პარლამენტში, მეც ურჩიე მანამდე პრეზიდენტ სააკაშვილს რომ გადაეყენებინა მანო მერავიშვილი, ну თავი გაიგია. მანამდე სანამ გამოჩნდებოდა მედიაში ეგ კადრები? არა, კადრების შემდეგ. ხო, პირადად ესაუბრე სააკაშვილს? პირადად ესაუბრე და პარლამენტის ხდომაზეც გამოვედი, მოუწოდე მე მერავიშვილს რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობდა, ის უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან, ამით საფრთხეს ააცილებდა მთელ ხელისუფლებას. ну ახლა იქ ფეხების ბრახუნი, ჩემ წინააღმდეგ და მე ცნობილი გამოსვლა ერთ-ერთი მურალსების ერთ-ერთი ლიდერისგან რომ ვანო ხერხემალი, ამ ჩემ გამოსვლას მოყვება ყველაფერი. ვინ თქვა ეგ გამახსენეთ ვანო ხერხემალი? მაია ნადირაძე. მაია ნადირაძე. ანუ იქ რომ გადამდგარიყო იმ შემთხვევაში მერაბიშვილი შეიძლება არ განვითარებულიყო გურგულიანის საქმე ასეთ სიმწვავით, ხო? იმიტომ დადგენილი იყო ყველა გარემოება, დამალული არაფერი არ იყო. მაგრამ მიიღო ისეთი ესე ვთქვათ მაღალი გამოხმაურება საზოგადოებიდან, რომ უკვე ლეგენდასავით გავხსენე. ну ისე გამოვიდა, რომ პრინციპში ხელისუფლების დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ დაიწყეს ხელის დაფარება. თორე სანამ ხელის დაფარებას დაიწყებდნენ, აქამდე იყო დანაშაული. უამრავი ესე დანაშაული ყოველდღე, მაგრამ ხელის დაფარება დააფარეს ხელი. ხო, მე გახდა სახელმწიფოს. მით უმეტეს, როდესაც იყო საუბრები, ახლა მე მის მერე სააკაშვილი მე რამდენჯერმე ხომ ნახე მან მითხრა პირად საუბარში რომ შეცდომა იყო რომ მიშა არ გაათავისუფლა მერაბიშვილი თანამდებობიდან მაშინ და დაუჯდა ძვირად, მაგრამ ეს შეცდომა მაშინ ახლა არის აი სადღაც აქ იყო მაინც პიკში კონფლიქტი პატარკაციშვილს და სააკაშვილს აქ გასკდა ხო მაინც არა გასკდა არა უკმაყოფილება შეიძლება უფრო იყო უკმაყოფილება იმიტომ რომ მაშინ მე ვერ ხედავდი რომ აი მაშინ კონსულტაციებიც იყო მაგრამ მე ჩართული ყავ ბევრ კონსულტაციაში პრეზიდენტთან ასე რომ კომუნიკაცია მე მქონდა როგორც დეპუტატს მე ახლა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც ვიყავ ფრაქციის დიდი გაერთიანებული ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც ვიყავ და არაერთხელ გაგიკეთებიათ შუამავლობა საკმაოდ ბნელ ან დაფარულ საქმეებში და არა უყურეთ რა არის ახლა თათბასე არ იყო ხო ჩვენ მქონდა მე მქონდა პირადად ჩვენ ჯგუფს ამოცანა რომ განხორციელებულიყო ძალიან ესეთი ევროპული მოდელის ეფექტური სასამართლო რეფორმა. ეს ცნობილი ამბავია. ასევე ჩემი პირადად ასე ვთქვათ ინიციატივა იყო რომ კონსტიტუციაში აფხაზეთის საკითხი მოგვეგვარებინა კონსტიტუციურ ასე ვთქვათ ფორმატში. აუ ისეთი ბევრი ისეთი რაღაცა თქვი რომელერცე ჩაგეკითხოთ აღარ ვიცი თან მინდა რომ გალაპარაკო. მერაბიშვილის პოზიცია რა იყო? მერაბიშვილთან თუ გისაუბრიათ პირადად გირგულიანის თემის არა გარდა იმისა რა თვითონ თავის ინტერვიუში ვილაპარაკა მაგაზე რომ სელი ინტერვიუ მერაბიშვილთან რომ გამოვიდა ციხიდან მოიხადა. არა მერაბიშვილმა ინტერვიუში რა ილაპარაკა ერთია მაგრამ პირად საუბრებში არა მე მას შემდეგ ახლა მას უკვე მორალური უფლებაც არ მქონდა ადამიანს ვეუბნები გადადექი და მე კიდე შევხვედრილიყავი არა. მაგ დროს ბიძინა სად იყო? ბიძინა მათთან ერთად იყო. ბიძინაც მათთან ერთად იყო და ბადრიც მათთან ერთად. ანუ გირგულიანის თემა როცა იყო პრინციპში პიკში ეს სიტყვა გამოვიყენოთ და საზოგადოება როცა ყველაზე დიდი მღელვარების მწვერვალზე იყო, მაშინ იყო აქეთ მხარეს ასე ვთქვათ ბადრის გუნდი, რომელიც აგროვებდა ჟურნალისტურ მასალას ამ თემაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქით იყო სააკაშვილის და მერაბიშვილის გუნდი, რომელიც ცდილობდა რომ დაეცვა სისტემა და მათ შორის ვანო მერაბიშვილი აქეთგან და ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის გუნდის მხარეს და ბადრის გუნდის წინააღმდეგ. ის ამ თემაზე არასდროს არ გაჟღერებულა მე ან შეიძლება გაჟღერებულა და მე არ მინახავს მედიაში რომ ანუ გირგულიანის თემა რაც ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე გახმაურებული და უარყოფითი საქმე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს ამ თემის დროს ივანიშვილი ყოფილა ნაცმოძრაობის მხარეს. იყო დიდი ხანი ივანიშვილი ბოლომდე დიდი ხანი იყო. არა იყო მაგრამ რამდენად აქტიური იყო 2011 წლამდე ერთად იყვნენ.
2011 წელს, როდესაც გამოვიდა პოლიტიკური განცხადებით, მაშინ უკვე მაგ პერიოდს შევეხებთ უბრალოდ, აი ხა მივიდეთ ნენელა თქვენ რატო წაგიყენეს ეს რატო წაგიყენეს? იმ კადრებში რა ჩანს რეალურად ის ავთენტურობას ადასტურებთ? რომელი კადრი? აი კოდუას და მოივალთ მანდამდე. არა, რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ეხლა მე გამოკითხული მყავს ყველა. აბა მაშინ AI არ იყო და რითი დაგიმონტაჟა? არა, დამონტაჟი, იქ არის 8 საათიანი საუბარი ჩემსა და მერაბში იმას კოდუას შორის. სამი შეხვედრა გქონდა ცალ-ცალკე 8 საათია 12 წუთში ჩატეული და აბა მე დავამონტაჟე 8 საათიანი 12 წუთში. არა, იქ შეიძლება იმ 8 საათში თქვენ იმაზე ფეხბურთს ლაპარაკობთ და ის ამოჭრეს გასაგებია, მაგრამ ხო და ნუ ეს არის გაკეთებული მე ავტორებიც ვიცი ვინ არის შეიძლება საჯაროდ არ ვთქვა, მაგრამ ვიცი და იმათවත් ვიცი. შინაარსი იყო манипуლირებული და შეცვლილი და კონტექსტი. არა, როგორ იყო იცი? მე რომ ლაპარაკობ დავუშვათ ფოთის არჩევნებზე, სიტყვაზე ვამბობ. მაგალითად ფოთში ჩვენს წინააღმდეგ, მაშინ მე აღორძინებაში ვიყავი, მოქალაქეთა კავშირმა გამოიყენა ასეთი რამ, მოგებული ქონა იქ მელიას, ეს სხვა მელიაო. ხო. ფოთს არჩევნები ერთი უბანი წყვეტდა ბედს. შემოვიდა მოქალაქეთა კავშირის წევრი ანთო ასანთი და ჩააგდო ყუთში წაიკიდა ყუთს ცეცხლი და ჩაიშალა არჩევნები და ის უბანი გაუქმდა და მოიგო არა მელიამ, არამედ სხვა შედეგების მიხედვით. მე როცა ამას ვამბობ, იქიდან ამოჭრეს დავუშვით ნაწილი რა უნდა გაყალბებესა ჩაშლას ხო ანთეს ბიჭკა ჩააგდეთ რაღაც ამ სიტყვას. ეს კონტექსტი ხო მოიღეს იმ მონაყოლიდან ფოთზე რასაც ყვები, რასაკეთებს ხელისუფლება და ჩადეს ვითომ მე ვგეგმავდი ამას კარგი და რა. კოდუას რატო ელაპარაკებოდი? მიზანი რა იყო მაქსაობის? ბადრი. ბადრის რა? ეხა კოდუა თანამდებობა, ჩემზე დიდი თანამდებობა კოდუას არ ეკავა, ხო? კოდუა ჩინოვნიკი იყო, კოდუა მემორჩილი. თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ მიშას ნდობა ქონდა თქვენზე. არა, ნდობა სხვა რამეა, მაგრამ ჩინოვნიკურად ხო არ იყო. ძალაუფლება ქონა მეტი თორე ხო ის. როგორ ახ სუბორდინაციით ის მე მემორჩილებოდა. სუბორდინაციით ხო, ანუ დე ფაქტო ძალით რა. მაგრამ ეხლა ისე მე მოინაცვლა, ვითომ მე ვიღაცა ქუჩის დამნაშავე ვარ და კოდუა გენერალი და მიწერ და არა, პირიქით იყო ეს ამბავი. რაზე რა იყო ძირითადი მიზეზი ანუ მაგ შეხვედრის? კოდუასთან შეხვედრის მიზეზი იყო ბადრი. რო რა? და კოდუა არ ყვება ამ ამბებს, მაგრამ ხო ყველა მიცს ეს ამბავი. თვითონ ბადრი ხო მოყვა ამას. თვითონ ბადრიც მოყვა შეცოცხლეს. ბადრის ჰქონდა ნაყიდი ჩანაწერი რუსი ჟურნალისტებისგან, ვიცი კიდევაც სადიყი და რამდენი გადაიხადა, სადაც იყო ჩანაწერი, ერთ-ერთ გარდაცვლილია ის პოლიციელი ახლა, შეკვეთავს ერთ-ერთ ჩეჩენ ბოევიკს, რომ ბადრის ლიკვიდაცია მოახდინოს ლონდონში. და სქემასაც ეუბნება, რომ ამადამ მარშრუტზე დადის და ისე უნდა გააკეთოთ ეს, რომ ეჭვი არ აიღონ საქართველოს ხელისუფლებას. ეხლა აქ არის ხმები, ხო? ჩეჩენის ხმარი და ქართველის ხმა არის. ბადრის ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეკუთვნოდა ერთ-ერთ პოლიციელს ეს ხმა, მაგრამ დამადასტურებელი არაფერი არ გააჩნდა. ამიტომ კოდუას სამსახურში იყო ეს. ანუ ამ ყველობას ვინ უკვეთავდა? ის პოლიციელი უკვეთავდა იმ ჩეჩენ ბოევიკს ბადრის. ანუ რეალურად საქართველოს ხელისუფლება უკვეთავდა, ასე ჩანს? ნუ ხა თავის ინიციატივით აკეთებდა თუ არა ის აბა ხა პოლიციას რა ზუბი ქონდა? პოლიციელი არ დაკითხულა. ხო. არ დაკითხულა მიუხედავად ბადრის რა ეგონა, ვინ უკვეთავდა მის კვლევობას? ხელისუფლება. ხო. მაგრამ არც ხელისუფლება ვერ გამორიცხავდა სხვა პირებსაც ახლა აღარ მინდა წიაღს შესვლა. ბადრის ბევრი მტერი ყავდა და შეიძლება დაქირავებული იყო. შეიძლება ხელისუფლება არ ყვევდა, მოკლედ იყო გარკვევის პროცესში. ამიტომ ყველაზე პირდაპირი და როგორ გითხრათ, სანდო წყარო იყო კოდუა. კოდუას უნდა ეთქვა ეს და როდესაც ჩანაწერი გაკეთდა იქ ლონდონში ჩანაწერი, რომელიც თქვენ არა გაქვთ და მე მაქვს ეს ჩანაწერი, გამოძიებასაც აქვს ეს ჩანაწერი, იქ კოდუა ამბობს, რომ შემეკითხა და მე მოვისმინე ეს კასეტა და მოდის თქვენი წერდით? არა, მე ლონდონში არ ყოფილა, თბილისში. ვინ ჩაიწერა ის? თვითონ კოდუა, ვინ ჩაიწერა? ბადრიმ ჩაიწერა. კოდუა უნდა მე ჩავიწერო და დეტექტორზე ჩანს, რომ შეუძლებელი იყო ხა, ლამის ტანსაცმელი გახადეს. მაგრამ როგორ გამოვიდა მაშინ ეს ჩანაწერი თუ ბადრიმ ჩაიწერა? ეთქვით მაგასაც. მიდი, აბა, აი ეს არის ყველა საინტერესო. ხო და მოკლედ ესე ვთქვათ, ძიება იყო იმაზე და დადგენილი იყო, ვისი ხმა იყო ამ ჩანაწერში. დადგინდა, უთხრა ვისი ხმაც იყო კოდუა. მოღონდი ისიც უთხრა, ჩემთან კი არ არისო, ეს ჩემთან არ მუშაობს, ჩემს ბლოკში ესე ვთქვათ. არამედ ახალაიას ბლოკში მუშაობსო და იმათ მოკითხე დაკვეთავა. შემდეგ ეს ჩანაწერი რო გაკეთდა,
ბადრის ქონდა აღძრული ბადრის განცხადების საფუძველზე ლონდონის სკოტლანდიარს აღძრული ქონდა საქმე ამ კასეტის საფუძველზე. ეს წარდგენილი იყო ბადრის დაყვებოდა სპეციალური დაცვა ბრძანების პროგრამის კი ბატონო და როდესაც უკვე ჩანაწერი გაკეთა და დადასტურებენ ვინც არის ესა ამის შემდეგ ბერეზოვსკი მიდის სტენოგრამას აკეთებს ინგლისურად ამ ჩანაწერის მიაქვს სკოტლანდიარდში და ჩანაწერი სკოტლანდიარდიდან საქართველოს საელჩოში მოხვდა და ჩამოიტანა ელჩმა ეს ჩანაწერი არაერთი კოდუა იქ არ მონაწილეობდა. ანუ ჩანაწერი მოხდა ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში? დიახ. როგორ ნეტ? როგორც ჩანს ქართველი ფული გადაიხადა ვიღაცა? არა, საელჩოს წარმომადგენელი სტენოგრამაზე მიიყვანეს იქ და იმან ყველაფერი ასე თქვა გადაწერა და წაიღო იქ. დაახლოებით ეს ვარიანტია, იმიტომ სხვა ვარიანტი იქ არ არის. აი, კოდუა საბოლოო ჯამში, ანუ გამოვიყენოთ რუსული სიტყვა პადონუშკა არ დაუდია ბადრისთვის და არაფერ შუაში არ არის? არა, კოდუა მე დაიბრალა თავის თავზე ახლა როცა უკვე. იმიტომ რომ არ მოხვედროდა? ხო, რა თქმა უნდა, იქ ლაპარაკი სხვა რამეებზეა, კოდუას ძმას პრობლემები ჰქონდა, ერევანში იყო გაქცეული, ეხოწებოდა ბადრის, გადმოიყვანე ლონდონში. აი, მთელი ამბებია, მაგრამ ის დაიხურა რა თქმა უნდა, საიფარცხო იქ მარტო ის იყო საჭირო, მონტაჟი გაკეთებულებოდა. ეს ამბავი იცოდა, ესე მე ხო საბოლოოდ ესე იყო, სადმე ეს მოყოლილი აქვს ბადრის რო უშუალოდ მე ჩავიწერიო, ეხლა თუ ჩვენ თუ როგორ არის მოყოლილი, ჯერ ერთ ბადრი. მაგი დასაროსხდა მაგ ჩანაწერზეა ლაპარაკი, რა ჩავთეთრი კადრი როა? არა, ის სხვა კადრია, ის სხვა. ეს არის მხოლოდ აუდიო ჩანაწერი. ამ აუდიო ჩანაწერი რო ჩაიწერა სხვა არის. არა, აუდიო ჩანაწერი რატო არის აუდიო? მას მოსამართლეც იყო ხო იქ? მაია არა, მე თქვენ სხვა ჩანაწერს ის სხვა არის. მე გეუბნები კოდუასა და ბადრის შორის რა ჩანაწერის, აუდიო ჩანაწერის გაკეთდა ერთ-ერთში. ეხლა თქვენ არა გაქვთ მოსმენელი და ვერ აღიდგენთ ამას მეხსიერებაში, მაგრამ იქ ასე მთავრდება. უყურეთ როგორ მთავრდება ტექსტი. თანამოსაუბრეები გადიან აივანზე, ისმის ფეხის ხმა და მერე აღარ ისმის საუბრები მათი. და კოდუა თავის ჩვენებაში ამბობს, რომ გარეთ რომ გავედით იქ უკვე შეკვეთა მომცა ვიღაცებზე როგორ უნდა მოგვეკლა თუ რაღაც დაგვეჭირა თუ რაღაც დაახლოებით ესეთი რამე. ხა კოდუა თუ იწერდა რა აივანზე ჩაწერა. ხო, ეს არის ეგრეთ წოდებული ქუსლით ჩავიწერეო აბა. არა, ის ქუსლი აივანზე აღარ იყო ქუსლი? გამორიცხულია მაგი, ხო. ხო, მაგრამ ეს ამბავი დღემდე ესეა საზოგადოებაში დარჩენილი და იმიტომ გამიკვირდა. არავითარ კოდუა ჩაწერილი ეგ არ არის. ხო და მე მგონი პირველად ესე ფართო ეთერში ჩვენთან ამბობთ ეხლა ამას, არ ვიცი. არა, მე ჩემეგითა ყველას უთხარი თავის დროზე და ხა ვინ მოისმინა ვინ არა, ჩემი პრობლემა ეგ არ არის. კარგი. თქვენამდე მოვედით. რატო აღეზრეს საქმე? ეხლა ჩემამდე მე ამ დროს ვარ ერევანში ჩასული. ერთ-ერთ ჩემს შტაბის წევრთან ერთად, ისიც დეპუტატი იყო, იმიტომ რომ საქართველოსთან სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ ჩემსა და ბადრის შორის. და უფრო ძირითადად ღამით საუბრობთ ხოლმე Skype-ზე, ისიც ღიათ არა რაღაც მინიშნებებით. ხო და ეს შეხვედრა მეც მაინტერესებდა. როგორ დასრულდებოდა, იმიტომ რომ იქ მოსამართლეს უბრძანეთ. იქ ფულზეა საუბარი, რომ ადრემ გადაგვიხადოს ფული გავიყოთ და მე ვეუბნები თქვენ შეხვდით ერთმანეთს და მე თავი დამანებეთ ფული თქვენი იყოს მოლაპარაკებას თქვენ მე ამას ვეუბნები იქ ჩანაწერში. ხო ეს დამალეს ბუნებრივია, მაგრამ მე ხო ვეუბნები რომ მე გავდივარ ასე სიტყვებით ვეუბნები თქვენ ურთიერთობებიდან დანარჩენი ფული გინათ თუ წამახალისებელი რაიმე ღონისძიება ბადრისთან ჩემთან ყველაფერი დასრულებულია. მე არც ფული მინდა არც ამიტომ რა თქმა უნდა მაინტერესდა მათი შეხვედრის შედეგები რით დასრულდებოდა, ხო? და ბადრის უნდოდა თუ ამას დაადასტურებდა კოდუა, შემდეგ დაეწყო მასშტაბური საერთაშორისო მოდი ასე ვთქვათ საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს უნდოდა. ბუნებრივია ხელისუფლებამ იცოდა ეს. და ამას თვლიდა რომ ეს იყო დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც გადავედი მე სასუნხეთში და დაურეკე ბადრის, მე ვთხარი როგორ დასრულდა თქვენი შეხვედრა, წინვალეთო მითხრა. ყველაფერი ჩავიწერე, მე მარტო არ ვიყავ, ჩემთან ერთად ადამიანები იყვნენ. მე ყველაფერი ჩავიწერე, ეხლა ბორიას ვატან სტენოგრამაზე და მალე გაიგებთ ამის შინაარსს. მე ვთხარი მაინც რა, დამიდასტურა რომ ამაზე ამას და ამის ხმა მითხრა
და მე ამას მოვაყოლებ სერიოზულ საინფორმაციო კამპანიას მეთქი. კარგი მეუთხარი, ამაღამ დავრჩები მეთქი, დაღლილი ვარ მეთქი, ერევანში და დილით წავალ მეთქი. დავრჩი იმ დღეს მე ერევანში დილით 12 საათზე თუ 10 საათზე აღარ მახსოვს ბრიფინგს ატარებს გენერალური პროკურატურა და აცხადებენ რომ მე და ბადრი პატარკაშვილი გადატრიალება გვინდოდა ამ დროს არის ბადრი ის ზარი მოისმინეს თქვენი ანუ არა ზარი კი არ მოისმინეს ამ დროს მოასწრეს ამათმა დაასწრეს ბადრის ჩემი ზარი აშუაშია მან იცოდნენ რომ ბადრი იწყებდა ჩანაწერის საფუძველზე აღიძრავა ხო მაგრამ ის რო იცოდნენ რომ ბადრი სტილობდა მინისტრის დაკავებაზე კოდუას ელაპარაკებოდით მე არაფერს არ ველაპარაკე ის შეიძლება კოდუას ის არის და გასაგებია მაგრამ თქვენზეც რო აღიძრა საქმე ეგ ჩანაწერიც მოისმინა ახლა მე რატო ახლა გეტყვით იქ არის ასეთი მონტაჟშიდაც არ ჩანს ეგ ამ სრულ ტექსტია კოდუა მე მეკითხება მასე რა ქვია აღარ მახსოვს მე მგონი მერაბიშვილზე მოკლაზე თუ რაღაცას და მე ვეუბნები არა რა მოკლა ის მოკლა მე ვეუბნები ამას მაგრამ ჩემი ნაწილი მოშლილია კითხვა და კითხავს იმიტომ სვამს რომ თქვენ გეპასუხათ და მე მე პასუხა და მე არ ვპასუხე ანუ კოდუა იდეაში ორმაგ აგენტს თამაშობდა კოდუა ხო ორმაგს თამაშობდა ბუნებრივია ერთი არც კუდის უფროსი ხო ნუ შეიძლება რაღაცა გამოტეხვა რაღაცა 200 მილიონს თხოვდა ბადრის აღა ეგ რატო არ გამოვიდა სცენაზე მე 200 მილიონს თხოვდა თანამშრომლობაში 200 მილიონში გულისხმობდა ვისაც უნდა იმის გაქრობა ხო დავალებების შესრულება თანამშრომლობა დავალებების აბა ახლა იმას სერვირებას არ გავუკეთებდა მაგ პერიოდში ბადრის უკვე პოლიტიკური მიზნები ქონდა არა როგორ არ ქონა აიყურეთ მე სხვა ისტორია ეგ ის პერიოდია როცა ბადრი უკვე პრეზიდენტია ისა კანდიდატია პრეზიდენტობის მე ვარ ეგ დამავიწყდა შტაბის უფროსი ვარ ბადრის საარჩევნო შტაბის ხო მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი არ მინდოდა ხა რა თქმა უნდა არ მინდოდა შტაბის უფროსობა იმიტომ რომ პოლიტიკურად უფრო მაღალი თანამდებობა მეკავა ჩვენში დარჩეს და სულად ზედმეტი იყובה ხო ანუ ბადრი ცდილობდა რომ ფულით ეყიდა მიშას გარემოცვიდან ვინმე მაინც ისეთი ვისაც თოფი ქონდა ესე ვთქვათ თოფიანი კაცი არც დაუმალია მაგით თქვა კიდევაც მაგით კაი ოკეი და როდესაც ბადრისთან საარჩევნო კამპანია დაიწყეთ ერთ წუთი ვიტყვი ჩვენთან დადგა რიგები ამ რიგებმა დააფრთხო ხელისუფლება თუ გახსოვთ კადრები ბადრის ოფისთან იყო 3 კილომეტრიანი. ფულიან ხალხთან დგება ხოლმე რიგები. ხო, რიგები. ფულიანი ხალხი უყვარს. ხო არა, ეს რიგი რა არის, ამომრჩეველია, ხო? იქ იყო ასეთი რამე, რომ ჩამწერე და ამარეგისზე მარტო ეს რა მოწმობას მომეც. ანუ მოწმობას რატო ითხოვდნენ? იმიტომ რომ თუ ბადრი მოიგებდა არჩევნებს, ამოწმებით მოვიდოდნენ და ფულს მოითხოვდნენ. ახლა ეგ იყო ელემენტარული რამე, მაგრამ ბადრი გვეუბნებოდა, მე პირადად მეუბნება, არა უკრძალო, ილაპარაკო. ანუ ჩვენ არ ვაფრთხილებდით რომ მე არ მოითხოვოთ, თული არ იყო ეგ, თუმცა ჩვენ ფიქრობდით შტაბში მაგას რომ მოდი გავაფრთხილოთ რომ ხელისუფლება მას გამოიყენებს. მოსყიდვად გამოიყენებს. დანიშნულოვანი კითხვა მაგერთი, მაგრამ თამინდა რომ გაცალოთ. ეხა გავიგე რომ თქვენ ვიღაცების მოკლაზე კითხვა რომ დაგისვეს, თქვენ უარი უთხარით. არა უთხარი პირდაპირ არა. თქვენ. მაგრამ ეხა მე დაგისვავთ კითხვას ცოტა სხვანაირად. თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ თუ არა, რომ პატარკაციშვილსაც არ მიუცია, აი ამ რაღაც თანამშრომლობის პირობებში, რა პირობებშიც კოდუ ამასთან დადიოდა, პატარკაციშვილს საბოლოოდ არ მიუცია ვიღაცის მკვლელობის დირექტივა მათთვის. ამის დადასტურება შეიძლება. კოდუ ამბობს მაგას თავის ჩვენებაში. კოდუ არ ამბობს, ვიცი, მაგრამ თქვენ ხო ბადრისთანაც გქონდათ ურთიერთობა, კოდუ შეიძლება იტყვებოდეს. არა, თქვენ გაინტერესებთ მისცა თუ არა პატარკაციშვილმა რაიმე შეკვეთა. მე არ ვიცი. ამბობს თვითონ კოდუა რომ აივანზე რო გავედით, იქ მომცაო შეკვეთა. ეგ ლოგიკურია რომ ვიცოდა პატარკაციშვილმა რომ იქ იწერებოდა და რაღაც ისეთი სათქმელად გაიყვანა აივანზე, რაც არ უნდა რომ ვინ იწერდა ესე? ბადრი. ბადრი. ხო, და ლოგიკურია რომ იმიტომ გაიყვანა რომ ის ორივე გამორიცხეთ. ერთი ჩანაწერია იქ. ხო. თანაც აუთენტური მე ხომ მოვითხოვე მე მაგი რომ აბა ჩანაწერი. ხო, ბადრის ინიციატივით გავიდნენ აივანზე. კი. ხო, ანუ აივანზე რაღაც ისეთი სათქმელად გაიყვანა, რაც არ უნდა და ბადრისო ჩანაწერში მომხდარიყო. აი როგორც ბერეზოვსკისთან გავიდა გავიგზავნოთ თქვენთან. მე ბერეზოვსკი მაინტერესებს. თქვენი გამოცხადდა მოკლედ. გამოცხადდა ეს თქვენზე ძებნა. არა, ძებნა არ გამოცხადდა. მე დეპუტატი ვიყავი. საქმე აღიძრა. წინასწარი პატიმრობის ის გაიცაო, განაჩენს. არ გაცემა. არა, იმუნიტეტი არ იყო მოხსნილი. მე ვარ ამ დროს დეპუტატი ვარ, ვერ დამეჭერენ ესეთი, ესე ვთქვათ, განცხადებების საფუძველზე, სანამ
ჩემი იმუნიტეტი არ მოიხსნა, მაგას ჭირდებოდა პარლამენტის ხდომა და შეუძლებელი იყო ჩემი ქუჩაში აყვანა და დაპატიმრება. მაგრამ მე სამწუხაროდ შევცდი იმაში, რომ ბადრის დაუჯერე. და არ ჩამოხვედი. ხო, მე ვიყავი სასამართლოს საზღვართან, საქართველოს საზღვართან, სულავერში ვიყავი. ხო, თუ რა ქვია, სადახლოში ვიყავი და იქიდან უკვე რომ გადმოდიოდი დამირეკა. და სადახარო და მეოთხე გადავდივარ ბრიფინგი მქონდა 3 საათზე დანიშნული შტაბში იმის საპასუხოდ რაც მოვისმინე გვარამიას ესე ვთქვათ განცხადებებიდან, მაგრამ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე. რა თქმა უნდა, ტყუილი ლაპარაკა და ტყუილზე მიდოდა პასუხი გამეცა. და რომ დამირეკა უკვე სასონხედის ესე ვთქვათ საგუშაგო თითქმის გადმოლახული მქონდა პასპორტს ამოწმებდნენ და ამერიკა და ბოდიშს მოუხადებათ და ვისაუბრე და არ გადახვიდეო მეცხადა, რატო არ უნდა გადავიდე მეცხადა? დაგიჭერენ, ვერ დამიჭერენ მეცხადა. ყოველ შემთხვევაში მანამდე ვერ დამიჭერენ, სანამ პარლამენტს ხდომა არ იქნება მეთქი და. არა, ესეთი განცხადება იყო ვარენას ხრიდან, რომ დაგიჭერენ. დამიჭერენ. ახლა მე მისმენს, სამი კაცი მახლდა ხო? ამ ლაპარაკს ხო ისმენენ ესენიც. მაშინ მეო შენ თუ გადახვალო, კიდე 4ჯერ დამირეკა სულ. ბოლოს მითხრა ესე, თუ გადახვალო, მეო კითხვები გამიშტება შენს მიმართ. ან თქვენ უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავდა მარტო. უქროს მოწმეობაზე ზრუნავდა. ეჭვი შეეპარა თქვენზე, მე არ მიმეცა მაგას. იმიტომ რომ რაღაც ეჭვი შიშები გაუჩნდა. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ხა მე სასწორზე არ დავდები, მაგას ერთი სიტყვაც რო ეთქვა, რომ მე რაღაცა ხალატი მაქვს ჩადები, ხალხი მაგას დაუჯერებდა მაშინ და რა თქმა უნდა, არც კი დავფიქრებულ რომ მაგ სიტყვის შემდეგ, კარგი, მაშინ მე ბრუნდები ერევანში მოვთხარ და მოდივარ თვითონაც ლონდონში მეთქი და გადავფრენდი ლონდონში. იქ ეს საუბარი რა თქმა უნდა გაგრძელდა, მე პრეტენზიები მქონდა, იმიტომ რომ ეჭვი რატო გაჩნდა. ხო, ნუ გეწყინათ ადამიანს. ხო, მეწყინა რა თქმა უნდა, მე რა სად არ დავდევი თავი რო იტყვიან მაგისი ინტერესების განსახორციელებლად. ამიტომ ეს სიტყვა ჩემთვის არ იყო არც სასიამოვნო და არც მისაღები. ხო. უნებრივი. მე ცოტა გამიბრაზდა, გადაფრინდა დელავევში და დამტოვა ბორიასთან სახლში, ბერეზოვსკისთან. ეგის პერიოდი არის ზუსტად აი დელავევში ბორია გაუჩინარდა. ხან იყო მაგ დროს? არა. რაღაცა მაგ პერიოდში ხუხაშვილიც არის მანყოფი მანდ ლონდონშიც და ისე პერიოდი არ მახსოვს. არა, ბადრის სხვა ახლა ბერეზოვსკი 24 საათი არა, ბერეზოვსკის სხვაგან ქონდა სახლი და ბადრის სხვა მიმართულებით, ბადრის უფრო აეროპორტის მიმართულებით ქონდა. ხო და თელავივში რა უნდა დამხელა კრიზისის დროს? იქაც არ ვიცი გადაფრინდა იქ, მეორე დღეს ბორიაც გადაფრინდა. აი მანდ მე დამტოვეს მარტო. და დავჭი ფიქრებთან მარტო. დაკვირვების ქვეშ დავარაუდოთ. რაღაცა რომ დამჭირდებოდა მაღაზიაში წასვლა მინდოდა რაღაც დაცვა მეუბნება და გითხარით ჩვენ და მოგიტანთ. არ მიშვებენ, ნუ მივხვდი რომ არ მიშვებენ, ხო? რო არ მიშვებენ, ამან მეც გამიჩინა უკვე საფიქრალი, რომ ეს რას ნიშნავს, ხო? ხო შეიძლება ჩვენ ერთ დღეს სადღაც ჩემი გვამი იპოვო, ხო? არა გამორიცხული აფერი არ არის. ამიტომ ვიზრუნე იმისთვის, რომ თავი დამეხწია იქიდან და გამოვიპარე მე ლონდონი და როგორ? დაცვას უთხარ რომ ჩემი შვილი ჩამოდიოდა კიევის რეისით და არ გადამოწმეს? წამომყვნენ რა, არ გადაამოწმეს, წამომყვნენ იქ და ველოდებოდ კიევის რეისს, ხო და ამ დროს ახვედით ამ დროს იქ ხო არ არის სალაროები და ეს ეხა იქ ხელს ვერ მოკიდებდე არა, ხო, იქ არის ესე დაფები, ელექტრონული დაფები, ასე იყო მაშინ. ფულს ჩადებდი ან კარტას მიადებდი და ბილეთი უკვე ელექტრონულად ფიქსირდებოდა, ხო. გავაკეთე ტუალეტში წავედი, თორე პირველი ეს გავაკეთე, ხო. მე კიევის რეისის რეგისტრაცია რო დაიწყო, იმავე რეისზე წამოვედი, გავედი, რეგისტრაცია გავედი, შეგინი ვეღარ შემომივარდებოდნენ, ხო? წარმოგიდგენთ დაცვის თანაშრომლები ურეკავენ პატარ კაცისთვის და გელბახერი გაგვეპარა. არა, მე მისაყვედურა რო დაურეკე კიევიდან. რო წახვედი თან დაურეკეთ. კიევიდან დაურეკე, რო ჩავფრინდი კიევში, დაურეკე, ბადრი მეუთხარი უცნაურად არ მეიღო, მაგრამ ასე ჩავთვალე საჯიროთ მეთქი რა. ხო რა, გააკეთეო ეგო თელი აეროპორტიო, რა ვიცი, ჩვენებმა ეს რა გავაკეთე და რას დამტოვეთ და შემაშინეთ? მე უთხარი საფუძველი მქონდა და გავაკეთე მეთქი რა, ხო მაგაზე არ ვილაპარაკოთ მეთქი რა. როგორ აი შეურაცხყოფად მიიღო ეგა, რომ აი შენ როგორ იფიქრე მაგი და ნუ ვიფიქრე, რადგან ვიფიქრე, ესე იგი საფუძველი მქონდა მე უთხარ. ესე იგი რაღაცები ქონდათ მოსმენილი. ამის მერე ვეღარც კიევში ვეღარ დავრჩი რაღაცა გარემოებები იქაც შეიცვალა და გადავედი ბელარუსიაში ხო. და სხვათა შორის ბელარუსია ცალკე ისტორია, მე შევახვედრე ლუკაშენკო და ბადრი ერთმანეთს მანამდე.
1.6 თვით. ცოტა ჰოლივუდური ქარიზმა რო ქონდეთ, შეიძლება რამე ფილმიც გადაიღოთ თქვენ და ერთმანეთთან რა საქმე ქონდათ, კი არა და რა. ბადრის უნდა მიიღო მონაწილეობა მინსკის სიტის მშენებლობაში და უნდა ჩაედო $800 მილიონი. კი ბატონო, შეთანხმება მოხდა ამაზე. და ბადრიმ უკვე რესურსებს დაუწყო, თავმოყრა, გაყიდა მოსკოვში კომერსანტი, გაყიდა ყულევში რა ქვია ნავთობის ტერმინალი და დაიწყო თავმოყრა. ეხლა რო გუგუნებს ის ტერმინალია? ხო, ის ტერმინალია, ხო და ნუ მე ამის თაობაზე მიშამას დაუწყო ვაჭრობა რომ რკინიგზას მოგცემ და ტელევიზია დამითმე და ნუ ბევრი რამეები რა. კაი, ეხლა ეს კითხვა ამ გადაცემაში როგორ არ დავსვათ რა, ეს ძალიან წვრილმანები იმ ადგილს არ გავს. პატარკაცშვილის სიკვდილის თქვენი ვერსია რა არის? რავი, უამრავი რამეები, ეხლა მე ბევრი რამეები ვიკლია, მაგრამ ჯერ ერთი მე როგორც კი გავიგე გამბავ ჩემთვის შოკი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება დამეთვალა მაგის გარდა რა. ხო. დავრჩი საერთოდ აი უპატრონო აღარ ქვია მაგას რა. და საფრთხის ქვეშ. საფრთხის ქვეშ, უფულოდ, უსახკაროდ, ხოლშვილი მიტოვებული ნაცისები გამოყრილი ყველა სამსახურებიდან, ჩემზე ესე ვთქვა, გადატყდა ჯოხი ყველაფერში და მე თვითონ აღმოჩნდი უმძიმეს გუმორებაში. ხო, არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ აღა ფსიქოლოგიური შოკი ნამდვილად ქვია რა, ხო და ვერ გამოვედი კარგ ახალს გომარებიდან რა. და მე ბერეზოვსკის დაურეკე და ვთხოვე მე უთხარი რომ იქნება მე ვთქვი რამენაირად შენ მომცე რაღაც ცხოვრების გარანტია. აი მანაც მითხრა მე ბადრის სიკვდილითო მე ყველაზე მე დავზარალდი, აი ინას პრეტენზიები აქვს რაღაცები და ნუ მოკლედ იმანაც მიზურგა რა, ზურგი მაქვს. ვიღაცამ მითხრა ამას, წინათ ეგეთი ვერსია პირველად გავიგე, რომ შეიძლება ბერეზოვსკის მოკლული იყოს. არა. შანსი არ არის მაგის. ბერეზოვსკისთან მე ვცხოვრობდი სახში, ბადრისთანაც მაქვს არ გამ. საქართველოსთან დაკავშირებით რა მე მიზნებზე ხო არ ვსაუბრია კი, პლატფორმა ბერეზოვსკის თეორია იყო ეს, ბადრის პრეზიდენტობის კანდიდატობაც. ბერეზოვსკის თეორია იყო ხა. მე მარტო არ ვიყავი იქ, სხვაებიც იყვნენ. ჩვენ ვარწმუნებდით ბადრის რომ არ უნდა ეყარა კენჭი არც ერთ შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატი. ხო, ეს ხუხაშვილმა მართლა. ხო. ჩვენ ვეუბნებოდ რომ მაისში იყო დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, ფრაქცია გქონდა პარლამენტში და ყოველ აი დამწოვების გარშე პარლამენტიდან პარლამენტიდან უნდა შეგვიძლია. კი, აი ბერეზოვსკიზე რასაც ყვება ხუხაშვილი. ეგ ცოტა სახიფათო რაღაცას ყვება, რეალურად საქართველოსი ვაჭრობა მიდიოდა იქ. მოდი ასე ვქოთ შეიძლება სწორია, იმიტომ რომ ხო და ეგეთ რაღაცაზე მე მანამდე მაგალითად ტელავეში ვარ ნამყოფი ქვეყნის მიტაცებაზე იყო რეალურად ლაპარაკი და მე პუტინთან ამითი რაღაცაზე ვაჭრო, რასაც ეხა აკეთებს ბიძინა. არა, მიტაცება არ ვიცი, მაგრამ პლატფორმა, მოდი დავიქოთ ამას. პატარკაშვილის ეხანდელი გადმოსახედიდან ვიძახი რომ აი ბიძინა ასე ვთქვათ ოპერაცია პირველი ბადრისაც იგან რაღაც კონკურენცია ქონათ რა ბოლასავით რა ბადრის და ბიძინას მინდა ითრევდა ამ ქვეყანას. ბადრის უნდა გადასვლა ბელარუსიაში გადაწყვეტილი ქონდა ეს. და იქიდან უნდა რამენაირად დაეთმო რუსეთთან ურთიერთობები, ლუკაშენკო იძლეოდა მაგის პირობას პუტინთან გაათმობდა ყოველ შემთხვევაში თუ არ და ეს პირად ურთიერთობებზე ელაპარაკებს სახელმწიფო პირად ურთიერთობებზე. ბერეზოვსკი იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი. ბერეზოვსკი უნდა არა, ბერეზოვსკი პოლიტიკოსი იყო. ბერეზოვსკის უნდა საქართველოს როგორც პოლიტიკური პლატფორმა გამოყენებულიყო და საქართველოს კავკასიაზე გასულიყო. გარკვეული წინა რუსეთთან ევაჭრა კავკასიის თემით, საქართველოს თემით. თუ საქართველოსთან ყელში და საქართველოს თუ ხელისუფლებას თუ და ესე ვთქვათ კონტროლს განახორციელებდა ბერეზოვსკი, ეს იყო მისთვის სავაჭრო, ასე ვთქვათ. სავაჭრო პოზიცია პუტინთან ურთიერთობაში. იმდენად საინტერესო ხა 50 წუთი გავიდა და ვლაპარაკობთ სხვა თემებზე უნდა გადავიდე, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი თემაა. ესე იგი პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ უფრო რომელი ვერსიის გჯერათ პატარკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ბუნებრივი სიკვდილი. არა, უყურე რა მოხდა იქ. ერთ საინტერესო რამე მოხდა, რომელზეც არავის არ ვლაპარაკია, ხა მე შეიძლება პირველად ვამბობდი ამას რომ როდესაც მან კომერსანტი გაყიდა $400 მილიონ თუ არ ვცდები, მან ეს ფული ვერაფრით ვერ გადმოიტანა ვერც ევროპულ ბანკებში, ვერც საქართველოში. რუსეთში გაჭედილი ფული. რუსეთში გაიჭედა ეს ფული. იმიტომ ვინც იყიდა ის რუსიებრელი იყო და რა თანხა იყო დაახლოებით? $400 მილიონ. მაგრამ ბიძინამ გამოიტანა 7 მილიონი. ბიძინა გამოიტანდა ესნე ხო. ხო, ამის შემდეგ ნუ არ ვიცი გვარი თქვა შეიძლება თუ არა, მაგრამ ქართულად ულვაშებიანი კაცის გვარი აქვს და დიდი მაგნატია რა.
აი ამ მადნეული სფეროში და მეტალურგიულ სფეროში და ის უკავშირდება ბადრის და ეუბნება რომ რახან ვერ გაგაქვე ეს ფული მოდიო იყიდებაო ერთი ძალიან დიდი მადნეულის საბადო და ჩადევი აქ ის იყიდებოდა 2 მილიარდ თუ 3 მილიარდ დოლარი და ჩადევი ეს ფული და ამ ფულის პროცენტით წელი ასე თქვა გარანტირებული გექნება. ნუ არ დაკარგა ყოველ შემთხვევაში არაფერს თქო. მე რომ იმის გადაყიდვა შეიძლება და ნუ 1000 გეგმები რა. ბადრის მოეწონა ეს პროექტი. რადგან ფულს ვერ აცოცხლებდა, სადმე უნდა ჩადებულიყო ეს ფული. ამიტომ დათანხმდა მას და შემდეგ გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს ისინი. ეს ფული დაიკარგა. დაიკარგა ბადრის. არ იქ ჩადო საბოლოო ჯამში? თუ და მე ის კომპანია რაღაცნაირად ისე გაიყიდა, რომ ამის სამართალ მემკვიდრეებს ეს არ გამოყავთ, ეგ იურიდიულად როგორ მოხდა? იურიდიულად მოხდა ის, რომ ბადრი მოკვდა და ეს ფული დაიკარგა. პუტინის რუსეთს ანუ შეიძლება ეს იქწერია, მაიგამბები როგორ ხდება, როგორ ქრება საწარმოები. ანუ შეიძლება ისეთი ადამიანი, ულვაშიანი, თუ ულვაშიანის გვარიანით, როგორ თქვით? ხო, ეგეთი გვარი აქვს, ქართული. ეს ხო ეჭვია, რო თქვა გვარი შეიძლება ეწყინოს თუ რატო არ მოხდა? ბრალდება და რატო ვიტყვი ხო მაგას მე არ ვიტყვი რა თქმა უნდა. ყურში მითხარით და მე ვიტყვი. აი ბადრის და იგორ გიორგაძეს რამე ურთიერთობა ქონია თან თქვენ ურთიერთობაში? მოიცა ულვაშიანი მიგახსენდეთ, მოდი ჩვენ თვითონ გამოვიცნოთ. ის არ იქნება ახლა ერთი ბადრი იყო ულვაშიანი, ნო. ულვაშიანი კაცის სახელი. ეთერით ვაით ვერ გაიგეთ არც მე გეტყვით ახლა. მე დაუგუგლე. ვიღაც პატარ ქალიშვილიც ხო იყო? არა, ის არ არის. არა, მაგასაც თქვი. მე ის ვკითხოთ, ეს ინტერვიუ ჩაუგდოთ და ვიზე ამბობს თქო და მოგვიცეფნის. დააკომენტარეთ მეგობრებო, დააკომენტარეთ ვინ შეიძლება იყოს ულვაშიანი კაცის გვარის მქონე თუ ულვაშიანი კაცი. ეგ მეც თქვენ გაიგეთ. ჩანაწერში მოგდანახო. მოიცეთ იგორ გიორგაძეზე მაინტერესებს. არა, ეს ისეთი მოწიწებით ლაპარაკობდა ბადრიზე. არა, შეხვდნენ კი მის ბადრის თემა ვერ ამოვწურეთ, მაგრამ ეს როგორც იურისტს მათ შორის და რაღაც როგორც პოლიტიკოსაც ყოფილს მინდა კითხოთ. ბადრი რასაც ჩალიჩობდა მოკლედ ხა ქალაქურ ენაზე რო ვთქვათ. საბოლოო ჯამში გადატრიალებას არ გავდა ძალიან, ყველა წაგვიყენეს ბრალიო კი ძახს, მაგრამ გადატრიალების დაგეგმა არ იყო. ხო, როგორ იყო? ბადრი იყო საპრეზიდენტო კანდიდატი, მიმდინარეობდა საპრეზიდენტო კამპანია. საპრეზიდენტო კამპანია. ხო, ყოდუას ხდებოდა და აი მონზე გავდა ესეთ რაღაცებს ეუბნებოდა. ხდებოდა ამას რა მნიშვნელობა კამპანია მიდის. მე კანდიდატია, ვერ ჩამოდის თავის ქვეყანაში რომ განახორციელოს ანუ საარჩევნო ღონისძიებები. აკრძალვა აქვს, ესეც არ შეიძლება ჩვენ 1000 წერილი გვაგზავნილი მაშინდე სამართალ დამცავებთან რატო ეს ზღუდებოდა მაგრამ იმიტომ ზუსტად რეებსაც აპირებდა. არა, არც არ აპირებდა. ეგ ყველაფერი არის ლეგენდა, რომელიც შეიქმნა და ამას არ ქონია. რა უნდა და კოდუას რატო ხდებოდა აბა? გითხარით რატო ხდებოდა? კოდუას ხდებოდა, იმიტომ რომ კოდუა ყოფილიყო მოწმე იმისა, ვინ იყო ჩანაწერში, ვისი ხმა იყო და დაუდასტურა იმ კოდუამ და აპირებდა კოდუას მოწმედ გამოყენება. და კოდუას ამისთვის უბრალოდ ამისთვის უხდი და უბრალოდ ამისთვის უხდი და მილიონებს, კი. ბადრის სახა კოდუას 200 მილიონს არ გადაუხდა. საქართველოს 200 მილიონად რო გადაიკეცა, არ არის უბრალოდ. ხო, ბიდი რა, არ მოხდა, არ გადაიკეცეს. 200 მილიონად არ გადაიკეცა, თითო არჩევნები ეგრეა, მილიონი ხმა, თითო ხმა 400 ლარად იყიდა და 140 მილიონი დოლარი. ხო, არ არის ესე. ეგრეა. და რატო გიკვირთ თქვენ მაინდა-მაინც? მე ის მაინტერესებს მან და ნუ აშკარად რამოდენიმე ტიპი რუსეთი და ეხლა რაც სურათიც იკვრება ამ ყველაფერში, აქედან წინა გადაცემიდან კიდე რაღაცა ლიტერატურიდან და ინტერვიუებიდან და რაღაცებიდან რაც მომისმენია, ფაქტია რომ საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებას ჩალიჩობდა ძალიან ბევრი რაღაც არხი რუსეთიდან. ერთ-ერთი არხი ჩანს რომ იყო ბადრი, მეორე არხი იყო ბიძინა, ოღონდ ბადრი უფრო პუტინის ოპოზიციური ნაწილი იყო რუსული, ბიძინა პუტინის ბანაკში იყო ესე ვთქვათ რა. ისე აღმოჩნდა რომ პუტინის კაცმა დაითრია საბოლოო ჯამში. არა, სხვათა შორის ახლა მე გიორგაძეს რა უნდა და ვაფშე და ბადრის და ბიძინას რა ურთიერთობა ქონათ ეგეც საინტერესოა. ბადრიმ შეთავაზა ბიძინას მიშას წინააღმდეგ. ბიძინა ძალიან წვრილფეხა იყო ბადრისთან შედარებით იმ პერიოდში, ანუ არა, ცნობილი ამბავია რომ ბადრი პატარა კაცშვილმა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს გავერთიანდეთ მიშას წინააღმდეგ, მაგრამ ბიძინამ უარი უთხრა. რატო? არა წუდა და იმიტომ. გააწვე მარტო აქ ხა საქართველოს ეგ წირში ეყოლებოდა ბადრი. ხო, ნუ ეს გააცხადა კიდევ. მაგრამ აიცოდა რომ ბადრი მოკვდებოდა. არ მოკვდებოდა მაგის იმედი გქონდა წილში უნდა და ეხა ბადრი თავისნაირ უფრო გავლენიანი ბადრიზე იგორ გიორგაძეს ერთ-ერთი ინტერვიუს ბადრიზე ისე ბადრის ოჯახთან გააქვთ კიდე რამე არა ვიცი იმ ოჯახის პოზიციას
რით ხსნით იმასთან დაკავშირებით, ეხლა მე მინდა ფრთხილი სიტყვები გამოვიყენო, რომ მაინც და მაინც დიდი კეთილის სურველი არ იყო, ესე იგი ბიძინა ბადრის, როგორც მე აღვიქვა. და ეს პოლიტიკური ფორმატი იყო, რა ვიცი, როგორ გითხრათ ახლა, კი, ხუხაშვილი იყო, რომელიც შუამავლობდა ბიძინასთან ამ ოჯახის მფარველობას. მაშინ დაპირისპირება ჰქონდა ვანო ჩხარტეშვილთან ოჯახს, მე როდესაც შერიგება დაიწყო ოჯახთან, ვანო შეურიგდა, ნუ შერიგდნენ რაღაც უთანხმოებებზე და საბოლოო ჯამში ეგრე აღმოჩნდა ისე ჩვენთან რატო გაწყვეტა კავშირი, იმიტომ რომ ბადრიმ ჩარიცხა 8 მილიონი დოლარი საარჩევნო შტაბის ხელფასებისთვის, რომელიც წაიღო ოჯახმა ბადრის სიკვდილის მერე და არავის ხელფასი არ გაიცა და ესთან ხარო შეუთვალეთ რომ გადასახდელი გაქვს და დავუხადეთ იმ ადამიანებს, ვინც დასაქმებული იყო და ბადრისგან ელოდებოდა ხელფასებს, ნუ ამის შემდეგ დაგვიდგა მტრად და დღემდე არ გველაპარაკება მოკლეს. ხო. ეგეც დამალული კი არ არის, მაგრამ უცნობი ისტორია. წაართვა ხალხს, წაართვა ის ფული, რომელიც მას ეკუთვნოდა. ეს ბადრიმ თუ ბიზინა? ბადრის ოჯახმა. ოჯახმა. ოკეი. ხო. და აი იგორ გიორგაძეზეც გითხარით რამას არის თქვენ შეგიძლიათ. მე როდესაც შუამავლობაში აი მაგ პერიოდში როცა ბადრი პოლიტიკურ ჩართული ვიყავი შუამავლობაში ლუკაშენკო არა საქართველოში ლუკაშენკოსთან შეხვედრების დროს ორჯერ ვნახე გიორგაძე, რომელსაც უნდოდა რომ ბადრი ყოფილიყო ჩამოსულიყო ბელორუსიაში და ეს პროექტი განეხორციელებია, იმიტომ რომ იგორ გიორგაძისთვისაც მომგებიანი იქნებოდა ხა. საქართველოს ხო არ ტეხავდნენ მაგით და ბიძინას ხო არ უსუფთავდნენ გზას. არ ვიცი ხა მე მაგ სიღრმეში ვერ შემოვხდა. აი ხა რასაც უყურებთ უგრეების მოხდა. მაგრამ ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მე ვერ ვიტყვი რომ ბადრი არც ემდა პატივს. ისევე როგორც ახლა ბადრი რო არ იყო და უხსენებდი ბადრს, სახე ებადრებოდა გიორგაძე. აი იგორ გიორგაძე ეხა დღევანდელ მოცემულობაში FSB-ს ამბავში სასტავში ისე თქვენი აზრით. ალბათ, იმიტომ რომ ახლა ნუ კადრის გენერალია და იქნება. ხო. გიორგაძე. ანუ პუტინის კაცია ფაქტიურად. ხო, ნუ მე ახლა ჩვენთან რატო არ კონტრაში გიორგაძე ვიღაცებთან ეკავს ხოლმე საქართველოში ჩვენთან რატო არ კონტრაში უნდა ყოფილიყო მაგ პერიოდში მაშინ ბადრისთან ხო და ბერეზოვსკისთან რაღაც. გიორგაძე? არა, პირიქით გიორგაძეს ჰქონდა სულ მცდელობა რომ ბადრისთან ეძმა კაცა. შეიძლება ეგეთი დავალება ქონდა FSB-და. არა, ის ზოგადად მე როგორც ჩემი ახლით ნაკლებად კონფლიქტური და ესეთი ტიპია, პირიქით ვიც გავლენიან ხალხთან ცდილობს რომ კონფლიქტზე არ ვიძახი, მან მან ისეთი რაღაცა ჭადრაკი მინდის. გენერლის და ბევრი რამეც ვიცი, მაგრამ ბადრისგან ვიცი რომ ისრაელში მოხდა შეთანხმება, შეხვედრა უბრალოდ სასტუმროს ვიცი, სადაც მოხდა ეს შეხვედრა და FSB-ს ერთ-ერთმა აღალჩინოსანმა გენერლის წოდებით შესთავაზა ბადრის რომ დაულაგებდნენ პუტინთან ყველა პრობლემას თუ გადაიხდიდა $500 მილიონ. $500 მილიონ დოლარი, 9 მილიარდ დოლარი. კი ბატონო. მაშინდელი ფული, დღევანდელი ფულით ეგ იქნება 1-2-3 მილიარდი. ხო, ბადრიმ ვარიკე არ უთხრა მარტო გალანძვა და გააგდო იქიდან ეს გენერალი. მე ასე ვიცი მისი გადმოცემა. კაცმა არ იცის რეალ დაულაგებდნენ თუ არა და მოუტეხავდნენ თუ არა მე. ხო, ნუ ახლა ბადრის გადმოცემით პუტინი მისი ხელდასმული იყო რუსეთის პრეზიდენტად და ახლა ეს ცოტა გეიქცათ ეგ ბიჭი ხელიდან. ჩვენ რომ აყურებლებო, ესე იგი ამ კაცმა იმდენი რამე იცის, ალბათ 10%-საც არ გვეუბნება, იმის ცოტა ესე ფრთხილად იყო. რაც მეტ რამე სიტყვით, მე საერთოდ ჯამში საქართველოს ქართველებს აი ბოლო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს ქართველი პოლიტიკოსების ხელში ესე ვთქვათ. აი როცა აი ეს ვიღაც ტიპები რუსეთიდან იქიდან აქედან FSB, აი ქართველები რომ მართავდნენ, ეგ პერიოდი უფრო შეიძლება რომ აი მიხეილ სააკაშვილის პერიოდი იყოს მართლობის. რაღაცა შტაბ-შტაბი რჩება რომ რაღაცა ძალიან დიდი რუსული deep state-ი ხანიქიდან ხანაკიდან ამ ქვეყანას ხელში იგდებს ან ცდილობები მაინც. ახლაც მოგონია რომ იგივეა. ეხლა ჭაგდებული ეგ გადაფორმებულია გიხსენებათ იმისა რომ ხელისუფლების მიმართ არ აქვს პრეტენზიები, მაინც ქვედადინებები გვატყობ რომ მუშაობს. კიდევ უნდათ მეტი რა თქმა უნდა ფარცხალაძის ამბავი მეტი უნდათ ალბათ ანექსიას უნდა კაი აუცილებლად მოდი ცოტა წავიდეთ თემაზე თქვენ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ამ ძიმე ბრალდების წაყენების შემდეგ აგერ სულ ცოტა ხნის წინ თუ ეხალცხართ სააკაშვილის ადვოკატი გახდით
ხო? არა, ერთი სააკაშს დაყენებული, ბევრი ბრალდება. მე ვიყავი ერთი ეპიზოდის მაინც ადვოკატი, როცა ის მის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკული. რატო გენდოთ სააკაში? მოითხოვა, ბიძამის უფალს, ბიძამის შემოხდა. და ამაზე ეჭვი არსებობს საზოგადოებაში, რომ სააკაშვილმა იმიტომ მოითხოვაო ვალერი გელბახიანის მსგავსი პერსონაო, რომ ვალერი გელბახიანი არის რაღაცების კარგი დამლაგებელიო, კლასიკური გაგებით ადვოკატი და დამლაგებელი ავრი იყო. ხო და Better Call Saul არის ეგეთი ტიპი კი არ არისო, ხასტუხიანი და კარგი ორატორიო, მაგრამ როცა ქვედინებებით გჭირდება რაღაცების დალაგებაო, Better Call გელბახიანი. არა. მე გეტყვით, ახლა მე ადამიანი ვარ პირველ რიგში და შემეცოდა როგორც ადამიანი. მაშინ აი თქვენ რო ნახეთ, როგორ აი ვიზუალურად რა გახსოვთ, როგორ ეს ეს აი ნახეთ, კონტექსტი გავითვალისწინოთ რა. ანუ ტიპს აქვს წარმოდგენა ვალერი გელბახიანზე, რომ მის მტერთან არის შეკრული, მის მტერზე აქვს წარმოდგენა, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს და მოკლედ რიტორიკის დონეზე მაინც იგივე ბადრიზე და ანუ ძებნა გამოაცხადა და ანუ გონი ხართ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი სათავეში ბადრის უახლოესი გარემოცვა და ანუ ერთ-ერთი და უცბად ამ ადამიანს ითხოვს უცბად არ არის. 16 წლის მერე, კაცო. აი, უცბად არა, მაგრამ უცბად არ არის, ახლა თქვენ ასე 15 წლის მერე ითხოვთ. ანუ რასე გუბას არკიზე იზარდა თითო ქათმი და თითო ბარკალი მიშასიავდა დღეს. აი, არა, ის მართავ რა. არა, უყურეთ. თქვენ იურიდიულ აგიხსნით მაგას და ესე მე მიხა სააკაშვილს შევხვდი კიევში. როდის? 2021 წელს. და ამაზე სკანდალი იყო, რატო შეხვდა ის. მე ჩემი ამბები მქონდა გასარკვევი მასთან, ხო? ახლა ადამიანები ისე არა ვარ, რომ გადავეკიდოს სამკვდრო არ ვიცოდეთ რატო ვართ მდრები ერთმანეთთან, რა. მასთან მიქონდათ ინფორმაციები, ჩემთან მქონდათ ინფორმაციები და არ გადამოწვდა არც ერთ მხრიდან და შევედით დიდ კონფლიქტში. სერიოზულად. ეს გასარკვევად ჩახვიდით. ხო, ის მითვლიდა, ეგრე არ იყო რომ მე ჩავედე და ის დამხვდა ეს. მითვლიდა რომ შევხვდეთ დავილაპარაკოთ. შევხვდით დავილაპარაკეთ. და მე ჩემ პრეტენზიებს ვუთხარ რატომ მოხდა ეს რაღაცები. რაც წინ უძღოდა მიშასთან განხეთქილებას, ბევრი რამე უძღოდა წინ და მან თავის ვერსია მითხრა, ამიტომ და ბევრი რაღაცები გავიგეს სინამდვილე, ეჭვი მქონდა, მაგრამ ბევრი არ ვიცოდი, ხო. გავიგე ეს ყველაფერი რაც მითხრა. რატო მოხდა? ნუ ეს ჩვენი და არა, მაგასაც არ გვიყვება. აპირადულია ხო, ხო და შეიძლება პოლიტიკურიც არის, შეიძლება პირადულიც არის, მაგრამ სხვა თემაა. ხო, ნაწილობრივ ისიც ის გასაგებია. იმიტომ რომ მე თავდაპირველად არ ვიყავი განწყობილი ანტაგონისტურად სააკაშვილის ხელისუფლებაზე, პირიქით თანამშრომლობდი მაქსიმალურად რაც შემეძლო და შეთანხმებულიც ვიყავით, რომ ჩვენ ბევრ პროექტს ერთად გავაკეთებთ, მათ შორის კონსტიტუციურ რეფორმაზე ვიყავით შეთანხმებული. აი კონსტიტუციურ რეფორმაში რა იგულისხმოდა აფხაზეთის საკითხის განსაზღვრა, ანუ კონსტიტუციაში უფრო ფართო ავტონომიის მინიჭება თუ როგორი თავის დროზე პირველ კონსტიტუციაში ხომ მუშაობდი მე მაგალითად ეხლანდელი რედაქციაშიც კი პრეამბულა ჩემი ხელით დაწერილი 96 პრეამბულა გადმოტანილი ეგ ჩემი ესე ვთქვათ ინტელექტუალური ეს პროდუქტია ხო ამიტომ პრეტენზიას არ ვიტყვი მაგრამ ინტერესი მქონდა რომ კონსტიტუციურად რაღაცნაირად ყოფილი სისტემა ყოფილიყო იქ ბოლოს დღემდე არ არის საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული ტერიტორიული მოწყობის საკითხი. მე ხუთე მუხლი ხო განსაზღვრა. არა, მე კიდე სულ ამას უსვამ ხაზს, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ტერიტორიული მოწყობა არ არის განსაზღვრული, ის არ არის სახელმწიფო. ეს არ არის სახელმწიფოს ნიშანი. არ არის სახელმწიფო და იმიტომაც არ არის. აი, არაკლია, მაგრამ მე ხუთე მუხლით არის განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიის. არა, არის სახელწოდება. მე ასე არ არის. ერთი როგორ რაკლია, აი მაგრამ რაკლია და მოწყობა აკლია. რო რა მოწყობის რეგიონალური მოწყობა, ავტონომიური მოწყობა, ფედერაციული ეს აკლია. ოკეი. თავარი აკლია. კაი. მოდი იმ თემას დაუბრუნდეთ რა. რომელ კონკრეტულ საქმეზე მოგითხოვათ სააკაშვილმა თქვენ, როცა ამდენი ადვოკატი ყავს და რატომ მაინც და მაინც თქვენ რატომ მაინც და მაინც არა, უყურეთ სააკაშვილთან ვარ შერიგებული ამ დროს. შერიგდით, ხო? გაარკვიეთ შერიგდით. მე გავარკვიე ის საკითხები, რაც მაინტერესებდა და ხო, მტრები აღარ ვიყავთ, ახლა შევრიგდით, ვისაუბრეთ, ხო, და ჩამოვარცხეთ ერთად და წამოვედით. ამიტომ როდესაც მას დაუდგა, როდესაც სხვა საქმეები ქონდა, როცა ჩამოვიდნენ და ჩამოვიდა დაიჭირეს, მე არ წავედი ადვოკატად, ესეც იცის, მაგრამ არ დავთანხმდი ადვოკატად. დოდა თვითონ? ბიძამის იყო ჩემთან და მოითხოვა რომ მე ყოფილიყო. დიდი თემურალასანია? ჩემთან გეღო ერთ-ერთ ოჯახში შევხვდით, ხო? და ვისაუბრეთ და მე თავი შევიკავე, ხარე, დაკავებულა სხვა საქმე. ნუ მე დამიწყო ახლა რაღაც სხვა ლაპარაკი, მაგრამ ვარია ხო? მაგრამ როცა სააკაშვილი გადაიყვანეს ვივამედის ავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში, ამ მომენტში ჩავერთე, თვითონ შემომითვალა და ჩავერთე, იმიტომ რომ როგორც ადამიანი შემეცოდა და მე ვფიქრობ რომ ჩემი ინიციატივებით გადარჩა. ესე ვფიქრობ.
მოკვლას უპირებდნენ? უყურეთ, და ვალერი გელბახელმა გადაარჩინა. ვალერი გელბახელმა ითამაშა როლი, რომ გამოვიდა და პრესას როგორც ქართულს ესე უცხოებს უთხრა რომ მოწამლულია და დღემდე აქვთ ხელზე დახვეული როგორც სააკაშვილი მოწამლულია ისე არის ახლა ეს ელენე ხოშტარია მოწამლულია და ისიც ტყუილი იყო და დახვეული ხელზე რა კაცი დადნა და გახდა ეს ხო არა ვიზუალი ნამდვილად 59 კილო იყო რაღაცა მეტი მტკიცებულება რა გინდა 50%-იანი კლება ხონა წონის ხა ანუ ეს და მას შემდეგ რაც ჩამოვიდნენ უცხოელი სპეციალისტები და არა გამოიჩინეს რაღაც სემპლებს ინგლისიდან იყო საფრიმიდან იყო რა ქვია ამერიკიდან იყო სპეციალისტები მე პოლონელები იქ ხო დაიგეგმა ანტიტოქსიკური მეთოდიკა კურნალობის. ის კურნალობა, იმ მეთოდი საქართველოში არ ქონდათ. ეს მეთოდი მათ ჩამოიტანეს და ქართველმა ექიმებმა მე ეს მოიძებნა სპეციალისტები და დაიწყეს ამ მეთოდით კურნალობა. გადარჩა ცოცხალი. ვივამედის ადმინისტრაცია როგორი იყო არ იყო აბა რა გამოიწვია. გადამოკიდე მე მაინტერესებს აი ვივამედი თვითონ როგორც ეს კლინიკა და სამედიცინო სივრცე გამომდინარე ჩემი პროფესიიდანაც მაინტერესებს მათი საქციელი იმ მომენტისთვის ჩემთვის ამაზრზენი იყო და პოზიციები როგორც დირექტორის გენერალური დირექტორის და ასე შემდეგ და მაინტერესებს თქვენგან მაინტერესებს შიგნით ნახულობდით მათი мотиваცია თქვენთვის გულწრფელი იყო რომ აი მიშას კურნალობა არა მე ისინი მოტივირებული ტიპები იყვნენ არაფერი არ მოკვდება პროცესია რა იცი რა არ გარდაიცვლება ასე ანუ აი ესე უტიფრად უბრალოდ იცახდნენ რომ არ მოკვდება მეცნიერული მეთოდიკა მაგათთან ისე ახლოს მეცნიერება როგორც ხა ჩემთან კაიოკეანე თვითონ რას აბრალებდნენ რომ ესე და თვითონ არ წამს და იმითო და ბატონი შალვა ხაჯაპურიძე იყო კიდე ხო ჩემთან ადვოკატი უბრალოდ ერთად ვიყავით ჩვენ მოთხოვეთ რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შედგენილი ოქმები ანუ პროტოკოლებს ეძახიან ხო იმის მიხედვით წარმართული დედლაინები რაც იყო იმის მიხედვით მიდიოდა თუ არა მკურნალობა მონიტორინგი და მკურნალობა ხო არ მიდიოდა და ეს საექიმო ბორდი რაც იყო შექმნილი სახალხო დამცველთან ერთად იმათ რა პასუხებს წერდა იმათაც თუ თუ დასწრებით რაღაცა შეხვედრებს ხო ისინი უკმაყოფილები იყო კონსილიუმი დია იმ კონსილიუმის ყველა წევრი დაიკითხა სასამართლოში ყველამ დაადასტურა რომ არასწორი მკურნალობა მიდიოდა ანუ ხო ვიცნობ იქ ხალხს და კი ბატონო და პლუს ამას ყველაფერს ესე თქვა წერტილი დაუსვა ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ერთ-ერთ გვარი აღარ მახსოვს ხო ჩამოსული ტრავმატოლოგი იყო ნევროლოგი რო იყო და მეორე კიდე რომელსაც ტოქსიკური ნიშნები აღმოაჩინა იმაზე მეტად დოზაზე მეტი რომელიც არ შეიძლება ყოფილიყო აი ეს პოლონელი ისინი რო იყო ვიზიტორები ექიმები იყვნენ თუ არ ვიცი წინდებიდან რომ ამოგეს რეალურად ეგ გამოწვეული იყო იმითი რომ არ ეძლეოდათ საშუალება მიიღოთ ეს ნიმუშები რომ ტესტირება ჩატარებულიყო აი საზღვარგარეთ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარებულა არ ჩატარებულა მოდი ეს ანუ მარტო კოცების გაკეთებული ექსპერტიზა გვაქვს კი არა და ანალიზები გვაქვს ამ შემთხვევაში ანუ რეალურად არ ხდებოდა არ ვიცი კი მაგრამ საიდან აღმოჩნდა მაშინ შხამები ორგანიზმში მომწავლებს შხამებზე რა იყო ოფიციალური ვერსია პოლონიაში ეგეთი კლება უბრალოდ ამ შხამებზე რა იყო სახელმწიფოს ვერსია საერთოდ? სახელმწიფოს ვერსია იყო რომ ადამიანის სხეულში შეიძლება დაგროვდეს და მერე იჩინოს თავი და მერე ესე. კაი. დღეს ისევ ხართ ხო ამ სააკაშვილის წარმომადგენლად ითვლებით თუ აღარ ითვლებით? როგორ არის ეს ხანდახან ნახულობ რახან როგორც ადვოკატი შეიძლება შეხვდეს. შეხება ძალაში მაქვს ხო თორე და როგორც ასეთი ადვოკატი მე არ მომაწევია. თქვენთან როგორც სააკაშვილის ყოფილ წარმომადგენელთან თუ მოქმედთან არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილა თუ არა რაღაცა ტიპის აი ესეთი როგორც ბურჯანაძე გამოუშვეს თავის დროზე, აი ესეთი საუბარი რომ სააკაშვილის რაღაცა განათქმევინიან, გააკეთებინიან რაღაცა, მოკლედ ესეთი შუამავლური ქართული ოსტემის მხრიდან, ან სააკაშვილის თუ ქონია რამე თუ არ გითხრათ რა, მაგრამ აი ესეთი შესათვლელი ქართული ოსტემისთვის. არა, კატეგორიული იყო ყოველთვის. კატეგორიული რაში? ოცნებასთან ლაპარაკების. და ოცნების მხრიდანაც არ ყოფილა რამე ინტერესი რომ ესე მოიქცეს და მე არ გამიგი, არ ამგონი. შეიძლება სხვა თქვა. თორე ყველა ამას ფიქრობს რომ ვალერი გელბახიანენი რა ოცნებასთან მე რა კავშირი მაქვს. იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს. მე რა კავშირი მაქვს ოცნებასთან კავშირი, მე კი არ ვარყო თუ უნდათ კავშირი რა, გამოსულიყო ჩემთან რა, ადამიანი ვარ და დაველაპარაკებოდი. ახლა შემოგითვალათ სადარ რომ ხო, ახლაც ვეუბნები რომ დამელაპარაკეთ, დაგელაპარაკებით, მაგრამ არ ყოფილა რა. კაი, მოდი უნდა გადავიდეთ გადაცემის ბოლოსკენ. ელისო კილაძის საქმეზე. დიახ. მან დრახტი ელისო კილაძის საქმეზე თქვენს ხართ წარმოუდგენელი. ჩემთვის პირველი კითხვის ნიშანი ამ საქმეზე ჩდება. მან დრახტება, მეც ისე ვიკითხე ხდება ხოლმე იმ თემაზე. იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე ლილუაშვილსაც აქვს ამ კოლცენტრების თემაზე ბრალი წაყენებული და კიდე რამდენიმე ადამიანს, მაგრამ არც ერთი კოლცენტრი და მათი თანამშრომლები, რომლებიც წესი დათობით უნდა იყვნენ, ჩვენ არ გვანახეს და ნუ ესეთი ეჭვი მაქვს მეც და საზოგადოების დიდ ნაწილსაც, რომ ეს კოლცენტრები გადაიბარეს ვიღაცეებმა, ვიღაცეებისგან
და ნუ არ ვიცი ელისო კილაძის შემთხვევა ხა თქვენ გასაგებია რომ ელისო კილაძის ინტერესებს იცავთ. რატო როგორ მოაყოლეს ამ ამბავში და რა არის მტკიცებულებები ელისო კილაძის წინააღმდეგ რის თქმაც შეგიძლიათ? ეხლა მე პირველ რიგში გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დადებული და მოწმეების და სახელდაგვარების და მტკიცებულების დასახელების უფლება არც ამაქვს, არც ეთერში მაქვს და არც რაიმე პირად შეიძლება საჯარო სივრცეში არა. მიუხედავად ამისა მე ვიტყვი ერთ რამეს რომ თვით ის ადამიანები ვინც ელისო კილაძის ვის გამოც ვის ჩვენების საფუძველზე ელისო კილაძეა დაპატიმრებული ისინიც არ ამბობენ რომ ელისო კილაძეს კოლ-ცენტრი ჰქონდა არ ამბობენ ისინი ამბობენ რომ ქირაობდა მათგან ფარტს კი ქირაობდა მათგან ფარტს რისთვის ქირაობდა ჰქონდა ორი ჟურნალისტური ანუ მედია სუბიექტი ხო ერთი იყო სინიუსი სააგენტო და მეორე იყო გაზეთი ქრონიკა პლუს მუშაობდა 18 ადამიანი დასაქმებულები იყვნენ ისინი ოფიციალურად და გაზეთი გამოდიოდა იყიდებოდა ტირაჟი ჰქონდა და ხელფას უხდიდნენ ჟურნალისტებს ეს ყველაფერი დადასტურებულა. აი არ მინდა სულად გამომივიდეს ელისო კილაძესთან რომელიც დაპატიმრებულია მაგრამ ზოგადად ესე ინიღბება ხომ ეგეთი ბიზნესები. რა ინიღბება თქვენი გადაცემა ინიღბება ელისო ბეინაროი და ვიღაცები ერთ საქმეში ესე ანუ რამე აი ეს დეტალებს ვერ ვილაპარაკებთ მაგრამ ამ საქმეში რამე ისეთი დევსი რომ აი ესეთი სხვადასხვანაირი ფარცხალაზე ბრალი რის საფუძველზე აქვს წაყენებული ერთმანეთთან აკავშირი რამე კავშირი ბრალი აი ხაღალზე დაწერილი ანუ ვიღაცა ამბობს ვიღაცა ხომ უნდა იყოს რომ თქვას რომ ელისო კილაძესთან მუშაობდი ან ხელს მაფარებდა ანუ იმათ არავინ არ ამბობს მოკლედ გეტყვით არავინ არ ამბობს აბა ეხა ეგრეთ წერია ხაღალზე და გინ დაიჯერა და გინ აი ელისო კილაძე მიქანძეებს იცავდა მანამდე რაღაცა იქაც იყო მისული აქ საშხაპეში და აქ საწამებელი ოთახებს რო აბრალებდით არაფერი არ არისო და გადაღებული ქონა და ესე ძალიან რატო იყო დაინტერესებული მიქაძეების გათეთრებით ესე ვთქვა ელისო კილაძე სასამართლოზე თქვა მიქაძე იარაღით დარბოდა ეგრეთ დეკემბერში ის არის მსხვერპლი მიქაძეების პიარის გამო რა ინტერესი ქონა ელისო კილაძის მიქაძეების პიარის მეგობრობდიოს მე არ ვიცი ხომ ანუ ქუჩაში იარაღით მორბენალ ტიპებთან ჟურნალისტი ესეთი თან რაღაც კრიტიკული მე არ ვიცი გაქვთ ეგეთი მტკიცებულებები რომ არა აი უცნაური მეგობრობაა რა ისეთი აი ფარცხალაძესთანაც მეგობრობდა ფარცხალაძე საერთოდ არ იცოდა ფიზიკურად იცოდა ვინ იყო ეს თქვენი ღივილი რამეს მეუბნება არაფერს არ გეუბნება არც მე არ ვიცი მართლა არ ვიცი ფარცხალაძე მინახავს იმაზე კადრში ერთხელ ერთ კადრში მეტი კადრი არც არის შავ მერსედესში როჯდება ხო როჯდება და გადმოდის გადადის და ერთი ის კიდე კორონას დროს რო რენჯ როვერით რუსთაველზე მოდის იმის ხო და ეს კაცი აზანზარებდა ამ საქართველოს და უცბად აღმოჩნდა დამნაშავე და მაგას მეღიმება რა ბატონო ვალერი იმდენი რამე იცით თქვენ მაგდენი რამე რო ვიცოდე მაგდენი რამე რო ვიცოდე მართლა შემეშინდებოდა ჩაწერილი სადმე დაგვიტოვე და არ გავხსნით და უფრო უსაფრთხოთაც იქნებით არა უსაფრთხოდ ახლა როგორ არის მე შეზნაიშ კრეფჩეს პიშ და თქვენ ძალიან იცით რომ კრეფჩეს პიშ ვოლა ჩემ ესე ვთქვა ჩემთან დაკავშირებული სახიფათო თავგადასავლებში ვინც იყო დიდი ფიგურები ყველა დაღუპულია და მე ვარ დარჩენილი და ეხლა ჩემი სულ ღის არღის ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის აგერ არის უფალდება მაგალითად ესე იგი იგორ გიორგაძე მოკლედ ბადრისთან და საქართველოსთან დაკავშირებით ისაც თქვენ იცით ერთადერთი იყო იმ ამბავში რომ ბელორუსიაში ბადრის ინვესტიციას უწყობდა ხელს ანუ აი დანარჩენი აი საქართველოსთან მიმართებაში რამე ხო არ გაქვს ისეთი ისეთ ლაპარაკს ხო შესწრები ხართ ან კომუნიკაციას. ვაფშე რა ამ ქვეყანასთან რაღაცები უნდა, ფაქტია, ეძიკადან მოყოლებული და ხო არ ვიცი რა როლშია საერთოდ აი ამ ქვეყანასთან აი ჰიბრიდულ ომში რა როლში არის? რაღაცა როლში რო იქნება, მაგას არც მალავს, ხო? მე მგონი არ მალავს. ხო, აქვს პოლიტიკური პრეტენზიები, უნებრივია, მაგრამ ახლა ჩემთვის მე მესაიდული არ ვიყავი, მაგრამ როგორც ასეთი აი ესეთ დიალოგებში და საუბრებში ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, საინტერესო ადამიანია. არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს ცუდ საბეჭდილებას, რომ გაესაუბრები, იტყვი რომ პოზიტიური ადამიანია და ეხლა მე რატომ უნდა ვჩხრიკო ხა იმის უკან რა. ეს პატარ-პატარა ისენი რო არიან ეს რუსის პატარა ფინიები რა, ეს პროქსი პატარ-პატარა პარტიები, იმაზე რამე ხო არ შეგიძლიათ გითხრათ რამე ხო არ. ეგ პარტიები მართლა არ დავასახელოთ, მე აღარ გვეტყვის. არ დავასახელოთ პარტიები, უბრალოდ თქვენი ინფორმაციით და თქვენი შეფასებით
ესენი მართლა რუსეთთან მართულები არიან თუ უნდათ რომ რუსებს აჩვენონ რომ აი ჩვენ და ჩვენც მოგვეცით ფული ორივეა. ორივეა, ხო? ერთიც არის და მეორეც. ეხლა რუსები ახლა მე მესმის რუსეთის სახელმწიფოა და სახელმწიფოს ინსტიტუტები მუშაობენ და მათ შორის პოლიტიკური მიმართულებით. ყველა სახელმწიფო ასე შვება, რანაირ კარგი ხელისუფლებას არ უნდა ყავდეს აქ, მის ალტერნატივას ყოველთვის აკეთებს. ფარული იქნება, ღია იქნება, ეს მათი ტექნოლოგიის ის არის, აქ ფორმატი, მაგრამ ის რომ ახლა დატოვონ საქართველოს მარტო ბიზნეს ამარა, ეს გამორიცხულია. თავარია ჩათვალე იპოვონ და იმაში ინვესტირებას გააკეთებენ, ეგეთი ამბავია. ხო თქვენ პირადად. ხო, კი. ნახელა პაუზა რაც უნდა. იცნობოდა. ხო და რა ბოლოს როდის კი საუბრიათ ან რაზე ეს პირადი თუ ქონდათ ეხლა რაღაცა არა არ ქონია პირადი საუბრიქით მერიდება ყოველთვის ის მერიდება რომ მე სადმე არ გადავეკვეთო იმიტომ ბიზინა გერიდებათ მამის გარდაცვალებას ვიყავ დედის გარდაცვალება ხო როცა საჩხერის მაჟორიტარი დაიც რატო საჩხერის რა არ უნდა ჩემთან კონტაქტი და ახლა რა ვქნა საჩხერისთან რა კონტაქტი გაქვთ მე საჩხერელი ვარ დაბადებით იქ გაზრდილი ვარ საჩხერი ახლა ჩემთვის არის მშობლიური სანამ ბიზნესიც იქ იყო მაგ ბავშვობაში რამე გადაკვეთა ბავშვობაშიც ვიცნობდი კი ხო ძალიან გაჭირებული ოჯახი მართლა სუნამოებს კი და არა ტყუილა ძალიან გაჭირებული ოჯახიდან იყო ძალიან მრავალშვილიანი ოჯახი და მე სახლი დაეწვათ მაგათ ხოხი ქონდათ ხის და მამამისი მუშაობდა მაშინ საკონსერვო ქარხანაში და ქარხანამ აუშენა სახელდახელოდ დროებით ოღონ ბლოკი უკვე ბლოკის კაპიტალური და ცნობილი ამბავი იყო ხო ასე რომ პირიქით ძალიან გაჭირებაშია გაზრდილი და მე თუ ამხელა ფიგურა გახდება და მე მაგას საერთოდ ვერ წარმოვიდგინე. ისე 2011-ში იმდენი ხალხი რომ შემოიკრიბა. თი ყველას დაუძახა რა ვინც მიშას რეჟიმის წინააღმდეგ იყო. ვერ ტექნოლოგიურად სწორი იყო ხა ეს. თქვენ როგორ არის თქვენთან რატო არ გამოვიდა? ჩემზე განცხადება გააკეთა და. რა განცხადება? ხო არ ვიცი რის გამო გააკეთა დღემდე მაინტერესებს, მაგრამ ჩემზე თქვა ეს წარდგენა იყო. შეიძლება ბადრის პონჩი არის. არა, გორში იყო წარდგენა დეპუტატობის კანდიდატების რეგიონის და წარმოადგენა ვალერი გელაშვილი ხაშურის და სახე გვარი შეეშალა ვალერი გელბახიან გამოაცხადა. აი, წამოაყვი რა თქვენი გვარი. ეგაცა მივიდა ჩაუჩურჩულა რომ არა გელბახიანი გელაშვილია და იუხდნენ ხალ დაახლოებით იქ იყო 50000 ხალხი შეგროვილი და ტაში იყო ხო ამ გვარიც. მე არა გელბახიანი არა შემეშალაო. აი გელაშვილი კაი კაცია და გელბახიან საჩხერეში არ ჩაესვლევნებაო. რაღაცა ზუბი აქვს როგორც რუსები იტყვი. რატო არ ჩამესვლევნება ეს მე არ ვიცი მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო როგორც სააკაშვილს ჩააკითხეთ და ეს კითხვა დაუსვით რომ ეს რატო მოხდეს შეიძლება როდესაც ეს ივანიშვილსაც ჩააკითხოთ სადმე და უთქვათ რომ ეს რატო თქვი რა დაგიშავე მე განგებას სხვა ძალები აქვს სხვა რესურსები აქვს ვიდრე ადამიანი განგების ჯერაც რელიგიური ხართ ის კი ჯერა სტრაგიკული პიროვნება მგონია რამდენი სტრაგიკულია კი შეეძლო რომ ოქროსასოები ჩაწერილიყო ამ ქვეყნის ისტორიაში და ჩაიწერა როგორც არაკაცი და ნაძირალა ნუ რა ვიცი ხო მე ახლა როგორ გითხრა სეზონურად მე ივანიშვილი ნამდვილად არ უძულს მაგრამ მის მიერ შექმნილმა სახელმწიფო სისტემამ ჩემში გამოიწვია უკვე რეაქცია ყველაფერი უკვე გააკეთა რომელიც შეეძლო რომ მართლა დაეხატა და ესე გააკეთა მე მგონია რომ არსებობს გამოსწორების გზა ვერ წარმომიდგენია ეხლა როგორ გააკეთოს მაგრამ აი რაღაც ერთ დღესაც რომ დაიცეს თავში ეს ფიქრი რომ მოდი 7 სიბერე გადავაბარო რეალური არჩევნები ჩავატარო მართლა გააკეთა ფრანკომ გააკეთა საი მოსკოვში რაც უფრო მოიმატებს ცეცხლის რაოდენობა ამის კი არ მჯერა ახლა ამ გადმოსახედი არა რატო არ მჯერა ფრანკომ გააკეთა ზუსტად ეგრე რა დიდი ხანი ფრანკოს დონის დიქტატორია ივანიშვილი არა არა ხო გააკეთა შეიკეტოს აბასთუმანში რა ვიცი ხო გააკეთა ფრანკომ გადააბარა დემოკრატიული სისტემა შექმნა და გადააბარა ხელისუფლება და მე გარდაიცვალა, მაგრამ გარდაცვალებამდე 2 წელს ადრე გააკეთა ესე. მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარი გეტყვით რომ თუ ხო გვაქვს ფრანკოს ამით დავთავაზე. არა ხო გააკეთა იმას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მე არ გამორიცხავ კიდევ იმდენი თემა დარჩა და მათ შორის ეს თემებიც იმდენად იყო კიდე შეიძლება დაგვეშალა რომ დარწმუნებული ბევრი ადამიანი გვისაყვედროს რომ მე მგონია რომ ძალიან ბევრ თემებში სიღრმეებში ვერ შევდივართ სამწუხაროდ რა. შემთხვევებში იმიტომ რომ რაღაცა გადაუსრულებლად ვერ გაგრძელდება გადაცემა და გარკვეულ შემთხვევებში იმიტომ რომ ვერ ამბობს ხალხი რაღაცებს. ხო, ყველაფერზე ბოლომდე ვერ ლაპარაკობს, მაგრამ იქნება დადგეს ეგ პერიოდის რომ უფრო მეტი თქვა. მემუარებში ვიდეო მემუარები გავაკეთე. ჩვენ დაგვიტო პირობა მოგვეცით. მოდი ესე პირობა დავადებინოთ. როდისმე თუ გადაწყვეტთ ისეთ რაღაცებზე საუბარს, რაც აქამდე არ გისაუბრიათ,
ჩვენ ეთერში გააკეთეთ. ჩვენ ხო იცით როგორი არაანგაჟირებული პოლიტიკურად არაანგაჟირებული და ესეთ ხალხი ვართ. არ ვიცი მაგას გადავწყვეტავ თუ არა, მაგრამ მოარებს თუ დავწერ, იქ დავწერ ყველაფერს სიმართლეს, რაც კი ვიცი და რაც არ ვიცი. აჰა. ვალერი გელბახიანის მემუარები რო გამოვა, შეიძლება რაღაცები დადგეს. არ ვიცი, მე არ ვიცი დამაცლის თუ არა უფალი. ფანტაზიას გია ხუხაშვილს ვესაუბრებ. მარტო მაგის თმაც სახიფათოა. ახალი წიგნს ბეჭდაო ეხლა და იქ შეიძლება ახალი გადაცემის თემები იყოს თორნიკეთა. ნუ ნიჭერეს ადამიანია ხუხაშვილი. იქ კაცო არის ის კიდე რეების თქმა უკვე შეიძლება. ნიჭიერები ხართ ეგეთი ხალხი, თქვენ ისეთი გზები გამოიარეთ და ისეთ ხალხთან გქონდათ ურთიერთობა, მართლა რა ვიცი მე. მაგას ნიჭზე მოითხოვს, მაგრამ. ნუ რა შეიძლება ახლა, ცხოვრება ასეთია. აი სხვა ეს რუს ტიპებთან ეგეთი ფულიან ბობოლა ხალხთან ხო არ ქონია შეიძლება. ასლანთან როცა მუშაობდი. მაშინ იყო? ლუჩანსკი ცნობილი ოლიგარქი. აი ხლა რო ისეთებიანი დერიპასკები და ეგ ვიღაცა ასლანი და ეგეთი ტიპები. ეხა გააქვთ რამე მიწები? არა, ახლა არაფერი. არა, მაგრამ ასლანის დროს მარკაც რა უნდა დაუში. სეპარატისტი იყო. რა უნდა და აი, ძალაუფლება ვის არ უნდა. ეგრე უნდა და? უნდა და ქონდა კიდევაც. და ვინუში და აი სიტყვაზე ვიძახი, გინდაც ეძიკას დროს, გინდაც აი მიშას დროსაც რა რაღაც დამჟდარიყო მიშასთან და გაევლო რაღაც ერთ-ერთში და გაყოლოდა მიშას პოლიტიკას რეფორმებს რაღაცეებს. ვინ მამაძალე იყო? ბიჭო, არა, მან პიროვნული თემაც იყო ეხა მიშას ბეტერებს რო დაუკოქავ ეხა და თავსებადი არ იყო ეგორი ადამიანი. ხო, ხო შეიძლება ტყავი იცვალო, აი მაგას ეხალასაც ვამბობდი. არა, მაგას პიროვნული ისინი ქონდა ცოტა რომ ეხა ვიღაცის ქვემოთ დააგებდა და შევარდნაძის დროსაც იყო ფაქტიურად იქავრობის შევარდნაძე ეხა მიშა ეგეთ დონეზე არ დატოვებდა ნაკლები ამას არ ენდომებოდა. ასლან ბაბუს ფიქრები შევარდნაძე ვიქნებიო და შევარდნაძის ფიქრები ვიქნები და ვიქნები. იცი ეგეთი ლექსი იყო. არა, ხოდაშორის აღარ ხოდამთავრებული გადაცემა. აი, ჯერა ვიცერთ. ხო. გითხარით თუ რაღაცას უკეთ ამოვჭრით. წასulis საკითხი რომ დადგა. ხო. მიშამ მე პირადად მეცხა ჩადი ნახე. შვიდობით წავიდა. დაელაპარაკე არანაირი ექსცესები არ მოყვება მის წასვლას, პირიქით მის შვილს წავსოთ მის ადგილზე. მიშამ თქვა ეგ? მიშა, მე მითხრა. ეს სანა ბურჯანაძე დაურეკავდა? კი. მე მითხრა პირადად წადი და არ წავედი. ესე იგი, იქაც გელბახიანი გაუშვიათ. მე მგონი საერთაშორისო დიპლომატი ხარ. თქვენ ტრამპსაც არ გაგიშვათ იმაში? არ წავედი, მე ვთხარი აზრი არა ამ ლაპარაკს. რატო და ჯუბატანი გიწვი დავნიშნა, მაგრამ მე რას იზავ? მაგის გარანტულად მე ვერავის ვერ დაუდგები, მე ვთხარი. წადი შენ თუ გაარკვიო. დანიშნა და მე კორუფციის ფაქტზე ამოაყირავებ და 6-დან 9 წამდე ეგრეთ და წადი და აგეპასო მე. სტივენი იატაკის ჭუ. ანუ მასეთ პასუხისმგებლობის აღება მაგ დროს არ შეიძლება როგორი ადვილი საბროჩა. სახიფათო ხახთან გიორგი აბაშიძეც არ იყო ეხა ფრთიანი ანგელოზი მაშინ გათამამებული მამიშვილი იქ რაღაცა არა მე აბაშიძეს ურჩი გზების დაკეტვები და ლამბორჯინები და ამბები ურჩი მე ურჩი დაასწარე მე შასმეთ კაცი თვითონ უთხარი მე ვიქნებიო არა დაასწარე მე უთხარი დაატარე დანიშნე ვადამდელი არჩევნები აჭარის უზენაეს საბჭოს და იქიდან მე ვთხარი მიშას კოალიციიდან რესპუბლიკელები წამოიყვანე და დამირისპირა შენ გაჩერდი ეგენი დახუცავენ ერთმანეთს და ეჭვიანა მოგზავნილი ხარ არა და რო გაეკეთებია საინტერესო რას ურჩიეთ ასე კეთილი ნებაზე უბრალოდ ესეთი სწონიანი რჩევებს ესე გასცემდით? არა, რატო ურჩიეთ სხვა საქმეა? მე გეუბნები ურჩიებთ. რატო ურჩიეთ სხვა? მე სხვა საქმე უფრო მაინტერესებს, მაგრამ არ გვეუბნებით. მაგრამ რო გაეკეთებინა, ასეთნაირად არ წარემართებოდა პროცესი. ყველა ეგეთი ხალხი რუსეთში გარბის რა და ასლანიც აი რუსეთში წავიდა და ანუ მეგობრები ყავდა ბევრი ძალიან. ხოლმე ასლანს უფრო თურქეთში მეტი მხარდაჭერა ქონა ვიდრე რუსეთში. კაი, ბოლო კითხვა რა, უკვე დასრულდა ის გადაცემა, მაგრამ ეს უნდა მეკითხა რა, რამდენიმე იცით და თქვენ როგორ უყურებთ ივანიშვილს? ივანიშვილი არის რაღაცა ერთმართველი ოლიგარქი, რომელსაც აქ საკუთარი ბოსტანი აქვს მოწყობილი და იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემები არ შექმნას რუსეთს კოჭს უგორებს, თუ არის პირდაპირ რუსების ინტერესების გამტარებელი, იმიტომ რომ იქიდან რაღაც ფული აქვს, ზოგი ნაწილი წამოაღებინეს და დავალებულია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ხო ხდებით რას გულისხმობთ? თამაში. რომელი თამაში? კოჭის გორების. პირდაპირ რუსეთიდან გამოგზავნილი არ არის? არა, გამოგზავნილი არის, მაგრამ ეხლა დამოუკიდებელი თამაშსაც თამაშობს. ანუ გეგმა ბესაც ამუშავებს რუსეთი რომ დამარცხდეს უკრაინაში. კი ბატონო, უკვე დაწყებული.
აი ხა ვერ ვთქვა ბრიუსელს შეუწყალა რომ ყველაფერს უკან წავიღებთ. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა და რა ვიცი უახლოეს თუ არც უახლოეს მომავალში კიდევ შეიძლება კონტესტ სურვილი თქვენს თუ მეტი რაღაცა რა გითხარით რაც იცოდი და კიდე ბევრი რამე გეცოდინე იქ კომენტარებში დაწერს ხა ხალხი რაღაცეებს კიდე და ეხა კიდე ჩვენ არ გვეშხუბ რა ლაპარაკეთო რაზეც ილაპარაკა ვალაპარაკეთ და ეხა რაღაცებს არ ამბობს და რა ვქნათ ცოტა ჩვენს უნდა ვილაპარაკოთ მე მე იმაზე მეტეს თქვი ვიდრე თქვენ ელოდით მაგრამ ხო თქვი დიდი მადლობა არა ნამდვილად საინტერესო და რაღაც ექსკლუზივის ელფერის კონე ეთერი გამოგვივიდა მომავალ შეხვედრამ